ეს იქნება ინტერვიუ შენობით. მე ვთვლი რომ ეს ჩემი პლუსია. ეს კაცი როგორ გავს ირანის შახს, მე ხშირად არ მეყოლება აქ სტუმარი, ვისაც რევოლუციამდელ ირანში აქვს გატარებული ბავშვობა. ხო ეს რა უცნაური რამეა, აბა. ნეტა იქ თეატრი არის, პროფესიის დაკარგვის შიში არასოდეს არ მქონია. ასეთი ადამიანები არ ხდებიან არტისტები. სულ საჭმელს ვაკეთებდი ყოველ დღე უამრავი ხალხისთვის ძალიან ბედნიერი ვიყავ. გადამემტერება ნახევარი Facebook-ი და YouTube-ი, მაგრამ რა გააწყალეთ? რა გინდა? ამიტომ მე თუ რამეს შევცვლიდი ჩემს წარსულში, შევცვლიდი აი ამას, ამ სპექტაკლურმა თვითმკვლელობას გადამარჩინაო. რაც უფრო შტერი ხარ, მით უფრო კარგად თამაშობ. მე ვიცი რომ რეჟისორებს არ უყვართ ძალიან ჭკვიანი მსახიობები, მაგრამ მაგ ანჯაფარიძემ რაღაც გარკვეულად შემცვალა. ეს მითია, რომ აი იმას რომ ელენთა ატკივდება, მე ღვიძლი. მე ყველაფერი მткиოდა ერთი პერიოდი იმას არაფერი. საერთოდ მაგაზე არც დავიქრინჯები და არაფერი საერთოდ ესე არ მიმაჩნია. კაი, მე მიმაჩნია მაყურებელო. აი შენ რო გაჩნდე კიდევ ერთხელ, როგორი იქნებოდი? მე ვიტყოდი რომ ესეთი მინდა რომ იყო. ყოველ შემთხვევაში ეს ტუჩი არ გაგამხელა. რატო 10 წელიწადში ცოტა რო გადავიჭიმო, ვითომ რა იქნება? გაშია საქმე რომ არ იყავი მართალი. ახლა იწყება თავდავიწყება. მორჩა ის ურთიერთობა გვაღარ არის. What's next? შემდეგი რა? ჩემ გამოც გააკეთეთ ვიღაცას უთხრა. ველას გა მოგესალმებით, თქვენ უყურებთ YouTube არხს მისმინე, ეს არის გადაცემა ვიკასთან. სანამ წარვადგენ ჩვენ სტუმარს, რა თქმა უნდა, ტრადიციულად უნდა გთხოვოთ, რომ დაგვიკომენტაროთ, გამოგვიწეროთ, იაქტიუროთ. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი პლატფორმისთვის. ალგორითმი კითხულობს ასე. თქვენს აქტიურობას, ჩვენი ვიდეოები ვრცელდება და ჩვენი არხის სიცოცხლის უნარიანობისთვის თქვენი მხარდაჭერა არის ძალიან ძვირფასი და ძალიან მნიშვნელოვანი. შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ვიდეოები როგორც TikTok-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე და რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ YouTube პლატფორმა და YouTube-ზე ნახავთ უკვე ვრცელ ეპიზოდებს ჩვენი გადაცემების და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ნინო კასრაძე, ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი და ჩემი საყვარელი მსახიობი. და სხვათა შორის გადაცემის დაწყებამდე ახლავს ვბჭობდით დიდხანს, როგორ უნდა მივმართო მე ნინოს. შენობით, როგორც მივმართავ ხოლმე თუ ვესაუბროთ თქვენობით ნინო კასრაძეს და ბოლოს შევთანხმდით, რომ სიყალბისგან ავირიდებთ თავს და არ მოვატყუებთ მაყურებელს და ეს იქნება ინტერვიუ შენობით. შენობით, იმიტომ რომ ეს პატივისცემა მარტო შენობაში არ არის და თქვენობა ბიჭში და შენობით მიმართვაში არ არის. ეს სხვა რამე უფრო შინაგანი პროცესია და ჩვენ ისედაც შენობით მივმართავთ ერთმანეთს. სხვათა შორის მე მასწავლიდნენ ეთიკასაც სკოლაში, აი ესე მოხდა ჩემს სკოლაში და ჩვენი ეთიკის მასწავლებელი დიანა თოდუა ამბობდა, რომ როგორც თქვენ არის, როგორ არ შეიძლება უცნობ ადამიანს შენობით ესაუბრო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენობით მიმართო, ისე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაც მომენტში დაასრულო ფორმა თქვენ, ანუ უნდა მიხვდე, როდის არის უკვე ადამიანი შენ და არა თქვენ. ანუ ამასაც სჭირდებაო მიხვედრილობა და ეთიკაო, ამბობდა ჩვენი ქალბატონი დიანა, ჩვენი მასწავლებელი. მოდით ჩვენი ინტერვიუ შორიდან დავიწყოთ, იმიტომ რომ კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა. ეხლა შექმნილი ვითარება, შენი ბავშვობის 3 წელი გაატარე ირანში და ეს იყო რევოლუციამდელი ირანი, თუ არ ვცდები და ასეც იქნებოდა. და რას ხედავდა ბავშვი იმ ქვეყანაში, ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მე ხშირად არ მეყოლება აქ სტუმარი, ვისაც რევოლუციამდელ ირანში აქვს გატარებული თავისი ბავშვობა. რა ფერი ჰქონდა სამყაროს შენთვის მაშინ? როგორი იყო ირანული ბავშვობა? მადლობა ამ კითხვისთვის ვიკა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის, აი ჩემთვის და ჩემი დისთვის ერთ-ერთი ძალიან მტკივნეული და ძვირფასი თემა, ჩვენი ბავშვობა ირანში.
მინდა მაყურებელს უთხრა, მამა იყო მშენებელი ინჟინერი და საბჭოთა კავშირი აგზავნიდა თავის სპეციალისტებს და მამა იყო წასული, ჩვენ 3 წელი 72-დან 75-ის ჩათვლით ვიყავით ირანში, ვცხოვრობდით ისპაჰანთან ახლოს არის ქალაქი არია-შაჰრი, ჩვენები იქ იყვნენ კონსტრუქტორები და არქიტექტორები და მოკლედ იქ ესეთი მისია იყო. და აი გუშინაც მეგობრები მეკითხებოდნენ რამე გახსოვს ძალიან ბევრი რამე მახსოვს. მახსოვს რომ ეს ჩვენი ბავშვობა იყო წარმოუდგენელი ფერებით სავსე. გქონდა პატარა კოტეჯები. რამდენი წლის იყავი? 2 წლის, 70 წელს ვართ დაბადებული. 2 წლის ვიყავით და 5 წლის შევსრულდით უკვე და შემდეგ წავედით სკოლაში. პირდაპირ იქიდან რომ ჩამოვედით. 3 წელი ვიცხოვრეთ. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს მსმენელმა რომ რა ეხლა ეს რა ასაკია, მაგრამ აი რა მინდა გითხრათ, იმდენად განსხვავებული იყო ყველაფერი იქ, ეს იყო რეზა ფეხლევის ვეძახდი და ეხლა ხშირად ხვდება ფახლევი, არასოდეს არ გამიგია, ფეხლევი იყო, რეზა ფეხლევი, აი დღევანდელი ფეხლევი ეს არის მისი შვილი, მისი ვაჟი, რეზა ფეხლევი და იქ მე მახსოვს რომ მე არ მახსოვს პირადად, მაგრამ მახსოვს რომ ფეხლევიც იყო, ჩამოდიოდა მისიაში საბჭოთა სპეციალისტების სანახავად, მისი ცოლიც. მამა ჩემს ყავს ორივე მე მგონი ნანახი. ასევე მახსოვს რომ ჩვენ ისპაჰანში თუ თეირანში არ მახსოვს ჩერდებოდით სასტუმროში. ძველი და ახალი ნადერი ესეც სასტუმროები იყო და იქ მთავარი ძველ ნადერში იყო მთავარი პორწიე, ვინც კარს აღებდა და ის იყო აი როგორც ასლი რეზა ფეხლევის მეფის და ჩვენ ბავშვები იქ სპეციალისტების შვილები ვინც იქ რამდენიმე დღით ჩერდებოდით, გიჟდებოდით რომ ეს კაცი როგორ გავს ირანის შაჰს და ვკიოდით, ვწიოდით, გავრბოდით, ვემალებოდით და მერე სილამაზე ეს იყო ევროპული ქვეყანა, აღმოსავლური, ხო. რაც მე ფოტოებს ვაზიარებ ხოლმე ხშირად სოციალურ ქსელში, რომელიც ძალიან გავს პარიზულ წარმოუდგენელი რაღაცა პარიზული ვაიბები აქვს. წარმოუდგენელი ქვეყანა იყო, ეს აღმოსავლური და დასავლური შეერთება. აი მე ეს სუპერმარკეტები, პეპსი კოლა, კოკა კოლა, ეს ყველაფერი მახსოვს, როგორი დღესასწაულები იქ მეტი რა უნდა ეკეთებინათ ამ რუსები აკეთებდნენ ახალი წელი, ამიზეიმი და იქ ხო ნუ როგორი ცხოვრება იყო, როგორი აი ეს ყველაფერი ბავშვს რაც ახსოვს, ფლომასტერები, სათამაშოები, პატარა კოტეჯებში ვცხოვრობდით. ნუ არც თუ ისე პატარა, ყველა კოტეჯს ჰქონდა აუზი. მოდიოდა ბოის ეძახდნენ, ანუ ის იქ მკვიდრი და ვინც კრეჭდა ამ ბალახს და სრულიად ესეთი წარმოუდგენელი საბჭოთა ადამიანისთვის ცხოვრება იყო. მაგრამ ამას ახლავდა მეორე მხარე, ეს საბჭოთა რუსული ბაღი, ჩვენ ბაღში წაგვიყვანეს, ეს თავისი რუსული სკოლა, რუსული წესები, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ შორტებში სიარული, რაზეც ეს უკვე იქ თუ შემდეგ იქ დავდიოდით სად უნდა და ეს რუსები თავის წესებით და კანონებით და აი ეს წესები და კანონები ქართველებს როგორ ქონდათ აგდებული, ეს კიდე ცალკე თემა, თუ ვინმე ცოცხალია და მისმენს და თუ ეცნობა ის მიხვდება რაზე ვსაუბრობ, როგორ ჩვენ ქართველები ამას არ ემორჩილებოდნენ. აი მაგალითად წავიდოდი ჩვენ კინოში, წავსულ ვართ და მოუყვანივართ მეზობლის გოგოს, რომ არ შეგვიშვესო და ჩვენ ვართ 3 წლის ბავშვები და შორტებით არ შეიძლება. ნიპალოჟნა. მე მივიდა დედა ერთი კარგის ჩაუტარა. მე ყველაფერზე რამეზე მეც რუსულ ბაღში დავდიოდი მოსკოვში, ასე რომ ხო, იცი ეს რა შეიძლება და რა არ შეიძლება. იმისა რომ უფრო პატარა ვარ, მაინც მომიწია, ასე ვთქვათ, ხო. და ესენი ყველაფერზე, აი მინდა ვთქვა, გავიხსენო, რომ ესე იგი ყველაფერზე, რაზეც ვთქვათ, ქართველი, ნუ ჩვეულებრივად ცხოვრობდა და ირგებდა იმ ცხოვრებას, ესენი მოვარდებოდნენ, ეტყოდნენ, რომ არა, ქართველი ეტყოდა, რატო არა და მე ესენი ეუბნებოდნენ, რომ ატაშლომ საიუზ, ეს მინდა ახალგაზრდებს, რომ გაგიშვებთ საბჭოთა კავშირშიო. ეს იყო შეშინების ისა. ირანიდან. ხო, ატაშლომ საიუზ და ერთი სომეხი იყო თანამშრომელი, მოუტრიალდა და უთხრა, როძნეი პუგაიშურალ, სამშობლოდი მაშინებო და იმათ ისე შეეშინდათ და ნუ ესე რა გარემო იყო ერთის მხრივ, მაგრამ ქართველები ძალიან კარგად ცხოვრობდნენ,
სპორტით იყვნენ დაკავებულები, მუშაობდნენ ადრე. ბევრი იყავით ქართველები, ქალაქი იყო ესეთი და ირანში იმ პერიოდის 70-იანი წლების დასაწყისია, ირანში ბევრად უფრო თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობდნენ ირანელები, ვიდრე საბჭოთა ადამიანები. საბჭოთა ადამიანი იყო რაღაც ჩამოსული, რაღაცა ესეთი იქ ის იყო რა, ავტოკრატია და საბჭოთა კავშირი, SSR-ი, რა ვიცი, ჩემი თაობის ხალხს არ უნდა ამის ახსნა რა იყო და ირანი იყო სეკულარული სახელმწიფო. ისე კარგად მახსოვს ესეთი ფრაგმენტი მახსოვს სადაც სუპერმარკეტში მე არსებობს თუ არა ბავშვობის რაღაც მოგონება, რაღაცა ეპიზოდი, სცენა ირანიდან, რომელიც დღემდე არ გშორდება. პირველ რიგში ეხლა იმაზე მოვყვები რა, სუპერმარკეტში ვართ და ვხედავ, ალბათ ინდოელი იყო ქალი, ესეთი ჩაცმული თავისუფლად ძალიან ლამაზად და თმა რამხელა იცი ვიკა უზარმაზარი თმა მიეთრევა აი სადღაც 1 მეტრი მიწაზე დაცნული და ეს მახსოვს მამა ჩემს შეხედე ხო და მამა მეგონება არ შეიძლება ეს მიშტერებაო და ესე ყურება მახსოვს დედა და მამა ახალგაზრდები მეგობრებთან ერთად მახსოვს იქ ვნახეთ ირანში ვნახეთ როკო და მისი ძმები სპარსულად იყო და როდესაც ამ ნადიას ანჟერარდოს პერსონაჟს კლავენ მამამ გაგვიყვანა რომ ჩვენ ეს არ გვენახა მე და ჩემ და ისე კარგად მახსოვს ეს მრგვალი ისინი იყო ბეტონის ფილები და იმაზე დავხტოდი და იქიდან მესმოდა ის ხმები ღია ის იყო კინოთეატრი და ეს სილამაზე რაღაცა ძალიან კარგი სუნი რაღაცა ფორთოხლის თუ ყავის და რაღაცა აი ეს ძალიან დიდხანს მოყვებოდა და დღეს ეს ჩვენთვის შემდეგ კიდევ ერთხელ უნდა წასულიყო მამა 79 წელს და მოხდა უკვე რევოლუცია აიათოლა ჩამოიყვანეს ხომენი საფრანგეთიდან თქვენ უკვე იყავით საქართველოში ჩვენ საქართველოში ვიყავით მამა მიდიოდა და მე როგორც გავიგეთ არ ვიცი შეიძლება ჭორი იყო მაგრამ არ ამგონი ისეთი ამბავი დატრიალდა რომ რუსი სპეციალისტები საბჭოთა სპეციალისტებიო ფორთოხლის კოლოფებით გამოიყვანეს იქიდან რომ ისეთი ხოცვა-ჟლეტვა და ერთი ამბავი იყო ანუ ყველანაირი სეკულარული ცხოვრება დამთავრდა ჩვენი საყვარელი შახი რომელიც ჩემთვის იყო რა ვიცი რაღაცა აი ბიძა თუ ბიძას ძმა თუ რაღაცა შორეული ნათესავი ესე იყო დღემდე გვაქვს ჩვენ დიდი კატალოგი წიგნი მათი ქორწილის საოცარი სხვათა შორის აი უპრეცედენტო ქორწილმა უპრეცედენტო ვალებმა ძალიან დიდი როლი შეასრულა იმაში რომ ამით დამთავრდა ფუნდამენტალისტების მოსვლით იქ იყო რაღაცა სისასტიკის მათ შორის მათი უშიშროების ხო სავარაუდოდ იცი როგორ მე რასაც წამიკითხავს ყველაფერი ესე არ ყოფილა ყველაფერი აი ძალიან ამას წინათ ვკითხულობდი და ირანელი ყვებოდა რომ მამა ამბობდაო კარგი ამაზე უარესი ხო არ იქნებაო არა ამაზე უარესი ხო არ იქნებაო რაც ანუ რეზა ფეხლევის მართლობაზე უარესი ხო არ იქნებაო იძახდნენ და მე როდესაც დატრიალდა ის რაც დატრიალდა და წლების მანძილზე როგორც განვითარდა ყველაფერი მე ესე იგი ხო რა მიხვდნენ თავიანთ შეცდომას მე მეგობარიც მყავს ძალიან ახლობელი ჩემი ასაკის ქალი ირან ეხლა საფრანგეთშია და გაუსაძლისი ხო შეუძლებელია რომ 80%-ს უნდოდეს ემიგრაცია ქვეყნიდან ეხლა ალბათ განსაკუთრებით სენსიტიურია შენთვის ის რაც ხდება ირანში და ალბათ ძალიან დიდი კვალი დატოვა ამ 3 წელიწადმა ძალიან შენთვის და ეხლა გულშემატკივრობ დარწმუნებული ვარ ასმაგად იმას რაც თან ის რასაც ეხლა ეს ქადაგებენ მოლები და ეს გუშაქთა корпуსი ეს არ არის იმისთვის ეს არ არის სპარსელი ირანელი ხალხის და სპარსელების რელიგია ეს არის თავს მოხვეული მათთვის არ არის მათი ორგანული ნაწილი ირანი ძალიან დიდია და მოკლედ საშინელ მდგომარეობაში არის და ჩვენ ხო ვნახეთ კიდევ როგორი არაჩვეულებრივი ახალგაზრდები ყავთ როგორი იცით რა მაღალი დონის სწავლა აი მინდოდა ეგ მეკითხა სხვათა შორის მას მერე ყოფილხარ ხშირად ირანში არა ჩვენ უნდა წავსულიყავით ნიკა წულუკიძეს ჰქონდა ერთ-ერთი რაღაც ესეთი პროექტი ერთი 7-8 წლის წინანდელი დამირეკა და მითხრა რომ ნინო ხომ არ წამომყვებიო ირანში რომ იმიტომ რომ მე ჰერეთშიც ვარ ნიკასთან ერთად ნამყოფი და ეგრეთ წოდებული საინგილო მაგრამ ჰერეთი
და ვიფიქრე რომ მე და მამა წავიდოდით და იქ რა ვიცი საინტერესო იქნებოდა მე ჩემ საქმეზე შევხვდებოდი ფერეიდნელებს მამა ნახავდა მაგრამ მე ძალიან დაიძაბა ეს სიტუაცია გარშემო და უკვე და თან ხო მე რაც სმენია ირანელ ქალებზე სხვადასხვა მე ნამყოფი ვარ ირანში და ისპაჰანის პროვინციაში ვარ ზუსტად რამოდენიმე ქალაქში ნამყოფი მათ შორის თეირანში და რაც ყველაზე მეტად თვალში მომხვდა არის რომ განათლების მიღების სურვილი ხარისხი იუმორი მათ შორის თვითირონია ქალების რომლებიც საკუთარ გაჭირვებაზე ირონიულად და ეს იყო რაღაც სიმწრის სიცილი უფრო ირონიზებდნენ ძალიან და ეს განცდა რომ ეს ხალხი ამას არ იმსახურებს არ გტოვებს მე არ ვტოვებ და ყოველ შემთხვევაში და მე აქ ჩვენთან როგორ არის არა როგორ გულდასაწყვეტია ზოგჯერ რომ ისე მოიხსენიან ირანელი ეს ასეთი ცივილიზაციის ესეთი კულტურის ახლა ჩვენ რო შეგვაფასო იმით ვინ სადრას იპარავს ახლა ევროპაში შეიძლება ქართველი შეაფასო ამით რომ ვიღაცა უსინდისო კაცი დააყაჩაღა შეძვრა მოატყუა ეს არის იმ ქვეყნის პრობლემა და ასეთი ყველგან არის მაგრამ ძირითადად ეს არის ძალიან მაღალი დონის ცივილიზაცია დღეს ეს 40 წელი ალბათ ძალიან დახია ამან ისინი მე არ ვიცი ეს დეტალები მაგრამ თუმცა მაგალითად აი როდესაც ახლა მას ეშმაკეულ აიებს კითხულობ სალმან რუშდის იქ იმდენი რამეა მოყოლილი ირანული საზოგადოების შესახებ ირანის შესახებ იქ აი კიდე არის ასეთი მათი ორხან ფამუკის და სალმან რუშდის საუბარი კულტურათა დიალოგი და იქაც იმდენ რამეს გებულობ ირანულ საზოგადოებაზე იქ ისეთი მაღალი დონეა ისეთი ინტელექტუალია სალმან რუშდი და სულ ფიქრობდი რა არის ამ ეშმაკეულ აიებში რა დაწერა ისეთი რომ ასე გადაირია ყველა და მიუსაჯეს რა ვიცი სიკვდილი და გადასცეს ანათემას აი რა მე იმხელა წიგნი იყო გამიჭირდა რთული იყო ამის წაკითხვა მაგრამ ღირდა ერთი თავგადასავალი იყო და რო ხვდები რომ ამ წიგნს აი წაკითხული არავის არ აქვს ნუ ალბათ ერთი ხუთმა მოლამაც არ წაიკითხა ალბათ ერთმა წაიკითხა და ყველას მოუღო და რომ ეს გენერირება მოხდა ამ ხელას ზიზღის სიძულვილის რომ არ ვიცი 20 წლის მერე 2 წლის წინ კიდე რაღაცა თვალი დაკარგა კიდე ვიღაცა გამოჩნდა ვინც თავს დაესხა ანუ იქ ამის წამკითხავი არავინ არ იყო არავინ მაგრამ აი პროპაგანდამ რა გააკეთა პროპაგანდამ და ხალხი გამოდიოდა და ითხოვდა სალმან რუშდის ჩამოხრჩობას დააწვას ჩაქოლვას იმიტომ რომ ეს ალახის და იმის წინააღმდეგ არ იყო ეს საერთოდ ამას სულ სხვა მათ შორის ამაზეც მაგრამ სულ სხვა რამეზე იქ ირანულ თანამედროვე საზოგადოებაზე არის და უამრავ ტენდენციაზე და აი მე ვამბობ აი პროპაგანდა რა არის რა და რა იოლია ეს პროპაგანდა გაავრცელო საზოგადოებაში სადაც საზოგადოება არის ვთქვათ ფუნდამენტალისტური ნებისმიერი რელიგიის განათლებას მოკლებული და ფუნდამენტალისტური იდეებით შეპყრობილი. აი რაღაცა ის და პროპაგანდის ანუ წყვილის რეალიზება უფრო ადვილია ვიდრე სიმართლის და ფაქტის. ხო, ეს ძალიან კარგი მაგალითია სხვა შორის ძალიან ვის წაუკითხავს ვინ იცის რაზე არის ეშმაკეული აიები არავინ ალბათ 5 კაცს ეხლა გულშემატკივრობდი ტრამპის აი ამ ოპერაციას. იცი რა ხალხი წერდა Facebook-ზე მაშინ, როდესაც ამოხოცეს ხალხი, რატომ არ ერევა ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, ძალიან დიდი ჰაიპი იყო სოციოლოგიაში. მაგრამ ნუ მე ძალიან ისა, ჩემთვის არის ერთნიშნა ეს, რომ ეს ხალხი არ იმსახურებს ამას. ირანი ამ თავისით ვერ გადააგდეს, ხო ხედავთ, თავისით ვერ გადააგდეს ამდენი გამოსვლა იყო, ამხელა მსხვერპლი იყო, საუკეთესო ახალგაზრდები შეეწირა. ეს ხო გენოფონდია.
და წარმოუდგენელია რა, ვერ გადააგდეს თავი. ძალიან გულშემატკივრობ და ძალიან ასევე ავღანეთის ხალხს, იმიტომ რომ მამაჩემი 2 წელი ავღანეთში მუშაობდა ხო და ჩვენი ავღანელი მეგობრები ყავდა კი და ავღანეთში ჩვენ არ ყოფილვართ და დედა და მამა იყვნენ ქაბულში ცხოვრობდნენ და უნდა გითხრათ რომ რომელ წლებში ეს იყო 85-86 და რაში აიცით საქმე ეს ხალხი რომელიც იყო ჩვენი აი მამას იქ გაიცნო არაჩვეულებრივი ხალხი და იმისი ძმა აქ სწავლობდა იყო ახალგაზრდა სტუდენტი ძალიან პროგრესული ეხლა თალიბანის მოსვლის მერე უნდა ემხელა წვერით 2 ცოლით სხვადასხვა ასაკის შვილის ხელა ცოლით და უფროსი ცოლით და ავღანეთში სადაც ქალის ცემა შეიძლება ოღონდ როგორ შეიძლება ცემა თუ არმიანი ნეკნებს თუ ესა ძვალს თუ არ გაუტეხავ და ჭრილობას არ მიაყენებ თორე ისე ცემა შეიძლება ქალი ვეღარ სწავლობს ქუჩაში ვეღარ გადის ვეღარ საუბრობს ბურკის გარეშე ვერ არ უნდა ვიყოთ არ უნდა განვიცით ჩემთვის ეს ძალიან ის არის მოკლედ საინტერესო უშემატკივრობ ავღანეთსაც და ირანსაც ხო საინტერესო ეხლა დაგვიწერენ რომ შენ კაცო იმას უგულშემატკივრე რაც არის და ვინ გეკითხება ირანი და ავღანეთი აი ეს ვინ გეკითხება არის სხვადასხვა ძალიან საყვარელი კითხვა პროპაგანდის რომ პროპაგანდისტვის სასურველ მოქალაქეს არაფერი არ უნდა ეკითხებოდეს, არავინ არ უნდა ეკითხებოდეს არაფერს, მაგრამ მსახიობს არ უნდა ეკითხებოდეს არავინ რა ხდება პოლიტიკაში, ის არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში. სხვადასხვა ამაზე ძალიან მინდა ვისაუბროთ ცხადია, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ვინ გეკითხება არ ვიცი, მაგრამ ნინო კასრაძეს არ გამორჩენია არც ერთი პოლიტიკური პროცესი, მტკივნეული მოქალაქეებისთვის, მოდი ასეთ ფორმულირებას მოუძებნი, რომელსაც წაუყრუა, რომელიც არ შეიმჩნია, გულგრილად დარჩა ყოველთვის ქონდა შენი პოზიცია ამა თუ იმ ამბავზე და განსაკუთრებით ისეთ ამბებზე, რაც აზიანებდა მოქალაქეებს. შეიძლება ჩაგერთოლი ვიკაუკაცრავად. ესე არ ყოფილა. მე ყოველთვის მქონდა ჩემი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის ვერ ვიტყვი, რომ არასოდეს არ გამომიტოვებია მტკივნეული მომენტები საზოგადოებისთვის. რას გულისხმობ? იცი რა, აი მოდი მე ამას ესე დავტოვებ. ესე არ ყოფილა. რატომ არ ჩავრეულ ვარ? ეს იყო ჩემი პოზიცია, მაგრამ აი ესე ბრტყლად და ერთნიშნად რო შევხედოთ, ვიტყოდი რომ ასე არ არის, რომ ყოველთვის იყო რაღაცა მტკივნეული მომენტები თანამედროვე საქართველოს ისტორიაში და მე რაღაცნაირად ზოგჯერ პატარა ვიყავი, ზოგჯერ რაღაცნაირად პოზიცია მქონდა ესეთი, მაგრამ ყოველთვის ადეკვატური არ ყოფილვარ. ეს არის ჩემი აზრი, ეს ესეა. მაგრამ ჩვენ ვიზრდებით, ვიცვლებით, ვსწავლობთ, ვხედავთ, მე ვარ საბჭოთა პროდუქტი, საბჭოთა დროის ადამიანი, პროდუქტი არა ვარ, საბჭოთა დროის ადამიანი ვარ, მაგრამ პროდუქტი ვარ ჩემი თავის. ეს ბევრი ხედვა შემეცვალა, ბევრი რამე სულ სხვანაირად დავინახე. სხვადასხვა მე ბოლო პერიოდის პოლიტიკური პროტესტები ვიგულისხმე, მაგრამ საინტერესოა ეს თემაც. ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან ეს იწვევს სინანულის განცდას. რაღაც მომენტები როგორ არა, მე 19 წლის ვიყავი 9 აპრილი რომ მოხდა 19 წლის და ბევრი რამე გავიარეთ, ზვიად გამსახურდიას პერიოდი, შევარდნაძის დაბრუნება, შემდეგ სააკაშვილი და ასე შემდეგ, ყველას როგორც მოხდა ქრონოლოგიურად და მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნებოდა აი present, აი საქმის კურსში სწორად მოაზროვნე, ყოველთვის ყველაფერში სწორი გზა ეკნებოდა. ვინც მაშინ სწორად იყო, დღეს რო უყურებს, საშინელ შეცდომებს უშვებენ, წარმოუდგენელს, მაშინ თუ ეროვნულ მოძრაობაში ყავი, ეხა როგორ შეგიძლია იყო სრულიად სხვა მხარეს და პირიქით, მაშინ შეცდომები დაუშვეს, მაგრამ ეხლა რაღაცები დაინახეს და ეხლა ნელ-ნელა ცხოვრება მაჩვენა, ხალხი გამოფხიზლდა, რაღაცა წაიკითხა, ინფორმაცია გაჩნდა. განა ამას არ აქვს მნიშვნელობა, ვიკა. ხო და რომელი უფრო ლოგიკურია? მე მგონია, რომ ლოგიკურია ნელ-ნელა განვითარება. და ნელ-ნელა რაღაცა სწორ გზაზე გამოსვლა, დანახვა შეცდომების, იმის გამოსწორება, აღიარება და გაგრძელება. და ის უცნაურია, რომ შენ მაშინ თქვათ ასე სწორად გიძგერდა გული,
რო ხდებოდი რომ შენი ქვეყანა რუსეთის იმის ქვეშ არის და შენ არის ეს ძლიერი ეროვნული მოძრაობა გაჩნდა და ის ხალხი დღეს ჩვენ გვაკრიტიკებს, ხმას რატომ იღებთო და ეს არის სრულად ჩემთვის გაუგებარი. თორემ ახსნა შეიძლება ეს არის პოსტსაბჭოთა საზოგადოება. ეს არის ყველაფერი მიდის ისე როგორც უნდა. ხო და როგორ მოხდა რომ ეხლა მივიღეთ პოსტსაბჭოთა საზოგადოება 2026 წელს, როცა ეს ხალხი ეროვნულ მოძრაობაში იღებდა მონაწილეობას. ეს არის რაღაცა როგორ შეიძლება ეს აიხსნას? იცი რა, ჩემი აზრით ეს არის, ამას სჭირდება დრო, ამას სჭირდება გაცნობიერება. ჩვენ მივიღეთ მსხვერპლის ფასად მივიღეთ დამოუკიდებლობა. მსხვერპლის ფასად. და ეს იყო რაღაცა წმინდა მსხვერპლი. ეს ჩემი ღრმარწმენაა და ბევრი საქართველოსი. ომებით 9 აპრილი ჩვენი სისხლით მივიღეთ ეს დამოუკიდებლობა, მაგრამ დამოუკიდებლობა ბევრად უფრო დიდი სერიოზული რამ არის და საკრალური რამ არის. ეს არის გაცნობიერება ერის ვალდებულების და პასუხისმგებლობის. ეს ნელ-ნელა მოხდა. ყველაფერი ერთად ხო არ ხდება არა. ჩვენ ეს მოგვეცა და ამის თურმე შენარჩუნება, ამის გაცნობიერება, ეს თურმე რამხელა პროცესი ყოფილა. აი თუნდაც მაგალითად ისტორია, როგორცაც გვასწავლიდნენ და როგორცაც ხედავდნენ ჩვენი მშობლები, ჩვენი ბებია-ბაბუები, ჩვენი მშობლები, ჩვენ და როგორი არის ეს თურმე. დღეს როდესაც გაიხსნა ეს არქივები, როდესაც წარმოუდგენელი სამუშაო ხდება დასავლეთის ხელშეწყობით მათ შორის, როდესაც გაიხსნა არქივები და ჩვენ დავიწყეთ ერთი და იგივე ფაქტზე სხვადასხვა ინფორმაცია. შენ ხო სხვანაირად უყურებ შემდეგ ისტორიას. მაგრამ ნახე ახლა დღეს რას უნერგავენ საზოგადოებას, რომ დასავლეთი რომ გეხმარება იმ არქივის გახსნას, ისინი დანაცავლებს ადანაშაულებენ, რომ დასავლეთს სურს გადაწეროს ის ისტორია, საბჭოთა ისტორია. ან ერევა შენი ქვეყნის და ამიტომაც ხდება მათი ჩაჭრა და განეიტრალება, რომ ახალი ფაქტები არ მივიღოთ. აი თუნდაც ეს მარო მაყაშვილის გმირია თუ არ არის გმირი. აი ეს საკითხი. იმისთვის რომ საერთოდ რომ სამსჯელოდ გამოიყენოს. არა ვიკა მე ვიტყოდი რომ კითხვის დასმის უფლება უნდა კონდეს და აქვს ყველას. აი მაგალითად თავისუფლება და მშვიდობა. არა, აი მარო მაყაშვილი კითხვა სხვას მის დღიურში ამოვიკითხე. ეხ ერეკლე სამუდა რაც დაგღუპე რატო. ანუ მაროს აქვს უფლება კონდა და თავისუფლება და უფლება დაესვა კითხვა ერეკლე მეორისთვის, რომ როგორ მოხდა და ერეკლე რათ მოვედით და ხო, ანუ მას აქვს და ჩვენ არა გვაქვს ამის უფლება. ხმას ამოიღებ თუ არა, გეტაკებია რომ შე როგორ ბედავ და მაგრამ ეს კითხვის დასმის უფლება მათ შორის მარო მაყაშვილზეც შეიძლება დასვას კაცმა. მაშინ ის იყო გმირი, არ იყო გმირი, ვინ არის დამნაშავე, მაგრამ იმისთვის რომ ამას პასუხი გასცე, შენ უნდა იცოდე, ცოდნა უნდა გქონდეს და თუ ცოდნა არა გაქვს და იძახი, რასაც საბჭოთა კავშირის დროს გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ასე გვეუბნებოდნენ, რომ ჩახტნენ, აი ასე გვასწავლიდნენ, ჩახტნენ მენშევიკები, დატოვეს ხალხი და გავარდნენ. ამას გვეუბნებოდნენ საბჭოთა სკოლაში. დღეს 26 წელს შეიძლება იგივე თქვა? დღეს, როდესაც კობახიძე, აი ეს არა პოლევარი ბექა კობახიძე, რომელიც ამდენი წელი სწავლობდა, იკვლევდა ინგლისში, ამ არქივებს ხსნიდა. მე მე ყველაფერი წაკითხული მაქვს, იმიტომ რომ Silknet-ს მქონდა მისი პოდკასტების სერია იმისთვის National Geographic-ისთვის და გარდა იმისა, რომ მე ჩემით ვკითხულობდი, როდესაც კიდე ჩაწერ, ხო იცი როგორ შედის თავში და იქ მთელი ეს არქივები, თურმე იქ რა ხდებოდა, რანაირად ხდებოდა. ეს რა იყო ეს ჩვენი დამოუკიდებლობა, ეს სამწლიანი საოცარი ეს ეროვნული საბჭო, დამფუძნებელი საბჭო, ეს წევრები, პირველი დასი, მეორე დასი, მესამე დასი. რამდენი კაცი წავიდა, რამდენი დარჩა, სულ 3 კაცი რო წავიდა იქ და ეს იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ მათ
ბოლშევიკებთან შეხება არ ქონოდათ და ეს ჩვენი სტატუს quo დამოუკიდებელი ქვეყნის შენარჩუნებულიყო. ან თუნდაც ეს იუნკერები, რამდენი დაიღუპა, რომ კითხო ყველა გონია რომ 9 იუნკერია დაღუპული და 12000 კაცი რეზისტანსში იღებდა მონაწილეობას, ანუ ამ ბრძოლაში. ეს ხო ახალი ფაქტები. ამაზე, როდესაც შენ საუბრობ, როდესაც შენ იცი, ვინ იყო ის გენერალი, ვინ იყო ეს ქუცა ჩოლოყაშვილს შეგიძლია დააბრალო, რომ ჩახტა და წავიდა. ეს იყო ესეთი სტრატეგია, გაიყვნენ ნაწილი წავიდა ევროპაში, ნაწილი დარჩა იმისთვის, რომ დადგებოდა მომენტი და ისინი ბრძოლას გააგრძელებდნენ. თავდაცვის მინისტრი რამე თუ არ მეშლება და თუ მეშლება გადაამოწმეთ, ეს ყველაფერი არის და უკეთესი ინფორმაციაც მიიღეთ. თავდაცვის მინისტრი დაბრუნდა შემდეგ და 24 წლის აჯანყების მომზადებაში მიიღო მონაწილეობა. ანუ ეს ყველაფერი უნდა იცოდე და თუ ეს არ იცი, მერე მიგაჩნია რომ ჩახტნენ და წავიდნენ. ან იცი და სპეციალურად ან არ იცი, ვიკა, ვერ იტყვი რომელია. ეს უკვე ის საუკუნეა, სადაც არ ცოდნა არ არის. არ ცოდნა ცოდვა. და უკაცრავად ერთ რამეს გეტყვი, აი ქართველები, რომლებიც იქ იყვნენ ემიგრაციაში, მოქალაქეობა არ აიღეს. აი ეს რომ ჩახტნენ და გავარდნენ, მოქალაქეობა საფრანგეთის არ აიღეს. და იყვნენ ყოველთვის იქ რუსებმა იციან ნაპწიჩი ხპრავა არ ქონდათ უფლება არც არჩევნებში მონაწილეობს რამდენი სოციალური პაკეტისგან მოცილებულები იყვნენ ისინი იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და ელოდებოდნენ დაბრუნებას და ბევრი ისე აღესრულა რომ ეს საფლავში ჩაიტანა თავისი ოცნება ანუ აი ამაზე მინდა ვილაპარაკო რომ ეს არის პოსტსაბჭოთა ადამიანი არ უნდა დარჩე უნდა წახვიდე წინ. ეს უნდა დატოვო შენ თავში ეს ჰომოსოვიეტიკუსი აღარ უნდა იყო. აი ამის თქმა მინდა რომ ამისთვის არის უამრავი ატრიბუტი. ინტერნეტია, რა ვიცი, ყველა ქსელია, ყველა საშუალება, ეს არაჩვეულებრივი სოვლაბი, რამე კვლევა, როდესაც შეგიძლია წაიკითხო, მოისმინო, ნახო და შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. აღარ ჩარჩე, ამის თქმა უნდა, აღარ ჩარჩე, რომ ეს დამოუკიდებლო, ეს ჩვენ მივიღეთ. ეს არის დიდი განძი, საჩუქარი და ამას ჭირდება ცოდნა. კი, მაგრამ ზოგმა ნაწილმა ყოველ შემთხვევაში, როგორც წესი პროპაგანდის სახურებაში არიან ეს ადამიანები, ვინც ახლა აძლიერებს ისევ ამ ცრუ ნარატივებს და რაღაცა მე მრჩება შთაბეჭდილება რომ ეხლა 100-ია მათთვის საჭირო. ანუ ახლა ძალიან კარგად იციან, ძალიან კარგად იცის ნაწილმა ისტორია, მაგრამ ახლა საჭიროა რომ ჩვენ ასე ვილაპარაკოთ, ასე ვთქვათ, როცა აქციაზე დგახარ ნინო, შენთვის ეს უფრო მოქალაქის როლია თუ ხელოვანის? აი ვინ დგას მაშინ აქციაზე. არ ვიცი, ვიკა, მე ნინო რა, მე ადამიანი ეს ხელოვანი დგას თუ არა, ნინო ჩვენ მოქალაქე ადამიანი, ნინო რომელიც ბევრ ამას დააკლდა თავის დროზე და ეხლა დგას აქციაზე, იმიტომ რომ სხვათა შორის აი უკვე მეორე დახსენებ ამას და არ არის მარტივი, ასეთი თვითრეფლექსია ქონდეს ადამიანს, გააქვს განცდა რომ აი იქ მე უნდა ვყოფილიყავი. აი ეხლა დროს მოვატრიალებდი და აი იქ უნდა ეს პოზიცია მქონო და ფიქრობ ხშირად ამას. იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ტიპის არ ვიცი თვითრეფლექსია, საკუთარი თავის გადააზრება, რაც ყველას არ შეუძლია ალბათ სამწუხაროდ. ხშირად არ ვფიქრობ ამაზე, მაგრამ აი როგორ გითხრა, დრო რომ მოტრიალდეს, ყველაფერს კი არ შევცვლიდი. მთავარს შევცვლიდი. აი ამ ჩემ არცოდნას და არ სურვილს რაღაცა მცოდნოდა და რაღაც ბაბულში ყოფნას შევცვლიდი. და ის შეცვლიდა მე ყველაფერს. აი იქ მე თავისთავად ყველაფერი შეიცვლიდა, მაგრამ იცი ისეთი რაღაცნაირი ჩემ გარშემო არ იყო დიდი ესეთი როგორ გითხრა, ამას ყველაფერში გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და ჩემ გარშემო არ იყო ეს გარემო, იცი? აი არ იყო ესეთი, ხო, ნუ არ იყო. დღეს კარგია რომ ყველამ თქვას, რომ აი ჩვენ დიდი პატრიოტული სულისკვეთებით. არა მე გავიზარდე ოჯახში, სადაც ყველაზე დიდი, აი როგორ გითხრა, სიქველე და მთავარი პროტესტი იყო პატიოსნება. აი ეს იყო, რომ შენ ამ სისტემას ქრთამის აღებაში არ გაერიე. აი ეს იყო მამას მთავარი განცდა, ეს იყო დედას მთავარი განცდა.
აი რომ და ამით ძალიან ამაყობდნენ, ამაყობდნენ რა ეს იყო, ამას გადმოგცემდნენ ჩვენ. იმის იქით აღარ რჩებოდა ეს ეროვნული მოძრაობა, ეს არ იყო ჩვენს გარშემო. აი ეს იყო რომ აი სისტემას არ ჩაყოლოდნენ. ყველა იპარავდა, მამა მე 90-იან წლებში გააჩერა კაცმა პოლიციელმა არაფრით ფული არ მისცა და წაიყვანეს არაყიშვილზე პოლიციაში და ახალგაზრდა ბიჭი იჯდა და უთხრა რამდენის ხართ? მაშინ მამა იყო თუ 2000-იანებში. მამა იყო დავუშვათ 70 წლის და ამხელა კაცი ხართო კითხა იმან და არიცი თო როგორ არისო, საერთოდ როგორ კეთდება ლაწირაკმა და მამას წყნარად უთქვა მეო 70 წლის კაცი ვარ და ქრთამი არ ამიღია და არ მიმიციაო და შენ ნუ მასწავლე მე როგორ შენ ვერ მასწავლიო მე როგორ ანუ ეხა არ ამიღია ბევრს არა უღია ალბათ არის რაღაც კატეგორია რომელსაც არ მიმიცია ბევრი გინახა ქრთამის არა აი მამა ჩვენ არ გვაძლევდა უფლებას 90-იან წლებში რომ ჩაგვერთო ელექტრო გამათბობელი ფულს ვერ გადავიხდიო და ვერ მოვიპარავო. ეს რაღაცა ესეთი შეხედულებები ქონდა, რომელიც რაღაც მომენტში ჩვენ საშლად გვაღიზიანებდა, მაგრამ დღეს ძალიან მადლობელი ვარ აი ამ რაღაცა ის აღარც მახსოვს ის სიცივე, მაგრამ მახსოვს ის იდეალები მამას და დედას. ვინაიდან ეს რაღაცა ეს პატიოსნება, ეს კულტი ამის გარშემო და აი ეს ძალიან დიდ ძალას ითხოვდა. საოცრას, იმიტომ რომ ახლა როდესაც სკოლის ფორმაც კი რო გეყიდა, იყო წარმოუდგენელი, რომ მისმენენ ალბათ გაკვირვებულები იქნება. სკოლის ფორმას ვერ იყიდი და ვიღაცა უნდა ან გადამყიდველთან გეყიდა, ან მოსკოვიდან უნდა ჩამოეტანათ, ან არ ვიცი რა უნდა ყოფილიყო. მე მრჩება შთაბეჭდება, რომ შენ ყვები რაღაც უკიდურესად კანონმორჩილ მოქალაქეზე და ეს კანონმორჩილება გამორიცხავდა თუნდაც სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას. მაგრამ ეს იყო სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა, ვიკა. ეს იყო მისი ბრძოლა, მამას და დედეს ბრძოლა იყო. ეს არ იყო მარტივი ბრძოლა. არა, მე ვიგულისხმე ეროვნული განმანთავისებლებელი მოძრაობის. მაგრამ ეს იყო თავისებური და ამას დიდი ასკეზა ჭირდებოდა. დიდი ასკეზა ჩემი მშობლე, იმიტომ რომ ჩვენ სულ წნეხის ქვეშ ვიყავით, რომ რატო იმას აქვს, ჩვენ რატო არ აქვს და ამის ახსნა რატომ არა. ბაბუა ჩემს მაგალითად ეხებოდა ომში გაშვება. ყველა თავისი დისშვილი გაუშვა ომში და იქიდან დაიღუპნენ. და ბებია ისე წავიდაო, რომ ბაბუა ჩემს რაღაცა შინაგანად არაპატიასავით. ეს იყო დიდი განცდა. ამისის ყოფილიყავი შენ, ამის მემკვიდრე. ნუ ყველაფერი ერთად არ გამოდიოდა. ამიტომ მე თუ რამეს შევცვლიდი ჩემს წარსულში, შევცვლიდი აი ამას, რომ რაღაცნაირად მე თვითონ ყოფილიყავი გარემო. ჩემი თავისთვის და მე თვითონ ყოფილიყავი პროტაგონისტი ჩემი თავისთვის და საშუალებები ყოველთვის მოიძებნება ეს არ არის გამართლება. ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც საუბრობ. ქონია მომენტი, როცა შეგშინებია, როცა შენი პოზიცია შეიძლება დაგიჯდეს პროფესიად. პრინციპში ეს უკვე გქონდა ისედაც, თუნდაც აი ის რომ რუსთაველის თეატრიდან წამოხვედი, ალბათ ესეც იყო რაღაც ერთგვარი შეუთავსებლობის ლოგიკური გაგრძელება, ხო? მაგრამ უბრალოდ მინდა ავხსნათ, დუმილი ყოველთვის შიშით არის თუ არა გამოწვეული სხვებში. იცი რა, არ ვიცი, ხა ჩემი მაგალითი სხვასთან როგორ უნდა დავაკავშირო, არ ვიცი, ერთადერთი ვიცი რომ ჩემი პროფესიის დაკარგვის შიში არასოდეს არ მქონია. არასოდეს მე მეშინია თუ რამის მეშინია არის ადამიანის ჯანმრთელობის ჯანმრთელობის ხელყოფა, სიცოცხლის ხელყოფა, აი ეს ნამდვილად რომ ადამიანი არ განადგურონ, არ მოკლან, არ დაიჭრას, არ წემონ, აი რაღაც საშინელება არ მოხდეს და მე პროფესიას დავკარგავ თუ არა ამაზე არასოდეს ამის შიში არასოდეს ბევრი რამის შიში მქონია ძალიან შიშარ ადამიანი ვარ მაგრამ თუ რამეს იოლად ველეოდი ყოველთვის ეს იყო ჩემი პროფესია ეს იყო ბოლო რაც იშვიათად მომისმენია შენი პროფესიის ადამიანებისგან მე უფრო მომისმენია ძალიან პათეტიკური ამას კარგი გაგებით ვამბობ ცუდი გაგებით არა მაგრამ ძალიან არტისტული გამოხატვა და სიყვარული პროფესიისადმი აი მაგალითად ისეთი
გამოთქმებით, რომ სცენის მტვერს რო შეისუნთქო, მე საბოლოოდ ავადდები ამით, რომ არ არსებობს ამის გარეშე, რომ შეგეძლოს, რომ ნეტა იქ თეატრი არის და აი რაღაცა. მაგრამ ვიკა ეს ვინც ამას ამბობდა, ის ცხოვრობდა მხოლოდ ამით და თეატრით. ეს არის იმ არა. მე უამრავი რამე მაქვს, რაც გარშემო თეატრს ავსებს და აი შენ რაზეც ისაუბრე, შენ იმ ხალხზე და იმ თაობაზე, მათ თეატრის მეტი არაფერი არ ქონდათ. ისინი იყვნენ აი მართლა შეეწირნენ თეატრს. მაგრამ ეს არის ქართული თეატრის ტრადიცია. მარტო ძველთაობას არ გულისხმობ, მაინც ამ ფრაზამ ნეტა ვიქ თეატრი არის, წაგვიყვანა ცოტა წარსულში. თანამედროვე ხალხსაც გულისხმობ, ვისაც არ შეუძლია ამის გარეშე და სხვათა შორის ანდროს ამბების შემდეგ მომისმენი ანდროს მეგობრებისგან, რომ ძალიან დიდი მსხვერპლი იყო და არის მსახიობისთვის უარი თქვას თავის პროფესიაზე. მსხვერპლია, რა თქმა უნდა. ამიტომ ვამბობ, მე ვერ ვიქნები კარგი მაგალითი და თქვა, იმიტომ რომ არ ცხოვრობდი ამ. მე ვარ ისეთი, როგორიც ვარ. ჩემთვის არ არის თეატრი ერთადერთი ხელოვნების დარგი, რომელშიც ჩემ თავს ვხედავ. მე ლიტერატურა მგვრიზდით სიამოვნებას, თარგმანი. უფრო დიდ სიამოვნებას? უფრო არა, სიამოვნებას, თარგმანი. მე ახლა მაქვს მილიონი პროექტი ლიტერატურასთან, თეატრთან. ყველაფერი არის ხელოვნება. მაგრამ აი რაღაცა შკალა რო არსებობდეს პირველ ადგილას სად დააყენებდი პრიორიტეტების თეატრი, ლიტერატურა. ყველაფერი ერთად არის. აი ესე მინდა გითხრა რომ ყველაფერი ერთად არის. აი მე ვამბობდი რომ ჩემ ცხოვრებაში რაღაც დაინთო ცეცხლი, როდესღაც და ის ცეცხლი როგორი ცეცხლია, იცი რომ აი მე მას რომ ოთახებს რო ვალაგებდე, მარტო ოთახს რო ვალაგებდე და სახლს მაგაშიც ბედნიერი ვიქნები და ასეც იყო პანდემიის დროს, წელიწად 6 თუ 7 თვე ვიყავით ჩაკეტილები ლიონის პატარა ბინაში, ბავშვები და მე და ეს მე სულ საჭმელს ვაკეთებდი ყოველ დღე უამრავი ხალხისთვის და ძალიან ბედნიერი ვიყავი. მოგწონს ეს პროცესი, ნინო? ძალიან ბედნიერი ვიყავი. ან მე მაინც მგონია რომ ეს არის იმაზე შენ როგორ აღიქვამ წიგნს, მექნება საშუალება თეატრში ვიქნები. თუ გადამიღებენ, გადავიღებ. მე ყოველთვის მოვძებნი რა წავიკითხო, რა წარმადგინო, ჩემი თავის იმედი მაქვს და ეს ძალიან ეს არის ჩემთვის ძალიან. იგივენაირად არა საინტერესო ადამიანის ბედი, რომ ყოველთვის ყველაფერში რაღაც ნახო მოდი ვიტყვი მუღამი რა. ხო, მუღამი, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი. მე არ ვამბობ რომ მე ვარ იდეალური კლასიკური თეატრის მსახიობი. შეიძლება სწორედაც არა ვარ. არის ხალხი, რომელიც თეატრის გარეშე ავად ხდება. თეატრის და ნინო კასტრაძე არ არის? არა, მე არა, მაგრამ მე ხო არა ვარ რაღაცა ის მაჩვენ, აი ნინო კასტრაძე როგორც არის. ხო, მაგრამ ჩვენ ახლა ნინო კასტრაძეს ხო, არა, მე რას ვამბობ, ვიკა, ის ხალხი, რომელიც თქვა ამას განიცდის პათეტიურად თუ ასე თუ ისე, გესმის მათი. მე მესმის მათი. და მათი გესმის, ვინც დუმს, ეს მათი არჩევანია შენთვის, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. ვინც ჩუმად არის, ანდრო დააკავეს, მზია დააკავეს, იქ სცემეს ვიღაცა. რას უნდა ვცეთ პატივი? მათ დუმილს თუ საერთოდ არა, შეგიძლია არ ცე პატივი და რა გაკეთო? უნდა აფურთხო და ლანძღვრა, რა უნდა გავაკეთო? ამოიღე წერენ ხოლმე როგორ, მაგრამ სხვათა შორის ზოგი არ დუმს, ხა მაგალითად ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ამოიღო ხმა, ამოასხა, ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვაზე, მოდი სხვანაირად ვიტყვი, ხო, რაღაცნაირად ყველანაირი წითელი ხაზი გადაიკვეთა მისთვის, მას შემდეგ რაც დაასანქცირეს იმედი და პოსტივი. ხო, მაგრამ ერთი რამე მინდა გითხრა, რომ შენ სანამ ადამიანი ხმას ამოიღებს, ის თუ ლანძღე აგინე და შეურაცხყოფა მიაყენე, რო ამოიღებს და შენთან ერთად რო დადგება, სირცხვილი არ არის, რომ ამდენი ლანძღე დააგინე. მე მგონი უხერხულია, ნუ როგორც შენ ეს არის მიუღებელი, იმას გრძნობს რომ ეს მიუღებელია, ჩვენ წერთ, ვამბობთ, მაგრამ აი გადაეკიდო ადამიანს და ხო მიუღებელი, აქეთ ამ მხრიდანაც და იქით ამ მხრიდანაც ხო მიუღებელი არა. დუმილი ყოველთვის შიშით არის, როგორ ფიქრობ? არა, ზოგჯერ არის შეხედულებებით. ვიკა, რატო ამას აი ჩვენ თუ არ დაუტოვებთ ამ ხალხს, ახლა გადამემტერება ნახევარი Facebook-ი, მაგრამ და YouTube-ი, მაგრამ თუ არ დაუტოვე ამ ადამიანს რაღაცა სივრცე, ის შენც არ დაგიტოვებს.
ბევრ შემთხვევაში არის შიში, არის და არის შეხედულება. ყველა შეხედულების უკან არ არის აუცილებლად ან მატერიალური ინტერესი, ან რაღაცა ზოგი არის აი ასე უყურებს, აი ასე უდგება. მეორეა რომ ეს არის საბედისწერო მომენტი ჩვენი ქვეყნისთვის, თორემ ჩვენ ხომ ასეთი საზოგადოება გვინდა, სადაც ყველას აქვს თავისი აზრი. ეს ხო არ ერთმანეთთან არ არის კონფლიქტში ეს ორი რამე. თან ვამბობთ რომ ადამიანს მაგრამ მე მესმის რომ ეს არის მომენტუმის ამბავი. და თან იცი რა არის ეხლა ალბათ მოდი შეგეკამათები. ყველას უნდა კონდეს თავისი აზრი, მაგრამ როცა ეს აზრი არის რომ ფიზიკურად გამანადგურო მე და მე არ უნდა ვარსებობდე, როგორც მოქალაქე, როგორც ჟურნალისტი, როგორც დედა, აგენტი უნდა ვიყო. ხო, მაგრამ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ აი ამ შემთხვევაში ასეთ ადამიანთან, რომელსაც უნდა რომ შენ არ იყო ჩვენს აი ჩვენ როგორ უნდა ჩვენ უნდა გადავჭეთ. ხო, იცი რა, მე მაქვს დილემა იმის რომ მე აი რას ამაზე მეც რას მთხოვენ, მაქვს ჩემი აზრი. მაქვს ჩემი შეხედულება, ვცდილობ თქვა, ვცდილობ არავინ არ გავლანძღო, არავინ არ, მაგრამ აი მე რა მაინტერესებს? ესე აღიქვი რა შენ გთხოვ ხარ? არა, საზოგადოება. არა, არა, როგორ? ჩვენ ხო საზოგადოება ვარ. შენ ხარ ახლა ის პატარა რაღაცა კატეტერი, რომელიც მე საზოგადოების იმას და მე ამას საზოგადოება გთხოვს, მაგრამ მე შენ მეორე მხრივ ფიქრობ, რომ როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება? აი, ყველაზე მთავარი ის არის ტესტი. წყალი რო დაჭირდეს, კუდებოდე, დაეხმარები? ხო, ყველას დაეხმარება. კი, ინსტინქტია. მე მგონი ადამიანის ინსტინქტია. არა, დახმარება ინსტინქტია. დახმარება ინსტინქტია, დახმარება გაქცევა. არა, თვით გადარჩენა. აბა ეხა ქეთი იყოს აქ რას გვეტყოდა რომ არის და მე უკვე ცნობიერი აქ რომ ხო, მაგრამ აი მე რას გულისხმობდი, იცი? თვით გადარჩენა, როცა შენ ვეხარ საფრთხეში, შეიძლება მართლა სამწუხაროდ შენივე შვილი დატოვო ინსტინქტურად საფრთხეში და შენ გაიქცე, მაგრამ ადამიანის ინსტინქტი ხო არის, რომ აი წაბორძიკების დროს ხელი წააშველოს მეორე ადამიანს. ხო და არა, მე არ ვთვლი რომ არა. მთავარი ინსტინქტია თავი გადაირჩინო და შვილსაც გადარჩეს, რომ გადარჩეს, ინდივიდი გადარჩეს. აი როცა რჩება მე, აი ცნობილი ანთროპოლოგი რო ამბობს, რომ კაცობრიობა შეიქმნაო სხვა საიდან, როდესაც მე ვნახეო, გატეხილი და შეხორცებული პრიმატში ძვალიო. ანუ ვიღაცამ თუ პირველყოფილ ადამიანში ვიღაცამ წაიყვანა, მისცა საჭმელი, სასმელი, აცაა და იზრუნა, რომ ის შეხორცებულიყო. ეს უკვე არის ცნობიერი აქტი, ეს უკვე არის ჰუმანური საქციელი. აქედან უკვე ჰუმანური საზოგადოება. სიგნალი, რომ მაშინ უკვე იყო ძალიან დიდი ცივილიზაციის ნაწილი, შემადგენელი ნაწილი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ემპათია და ზრუნავდა სხვაზე. ანუ ესე იგი ეს ემპათია მაშინ თუ ახტაცებულად ამ მაგალითს უსმენთ, ეს ხო არ გაუქმდა ეხლა. ანუ ყველა სიტუაციაში ემპათია, იდეალები უნდა იყოს, მე მგონი პირველ ადგილას, იდეალები. ხო, მე მგონი რომ ეგ ვიგულისხმე. ხო, მე როგორც ხელოვან ადამიანს ხვანაირად ეს არის ის კი არა რომ მე როგორც ხელოვანი ასე უნდა ვლაპარაკობდე. მე ასე განვიცდი. მე ასე ვფიქრობ. და საერთოდ აი ტიპაჟურად არ ხარ ტიპიური ხელოვანი. აი წეგან ამბობდი სანამ გადაცემა დაიწყებოდა რომ აი თუ შეიძლება სხვა პოდკასტში მოვისმინე. მე მგონი სხვა პოდკასტში მოვისმინე და ხა ამერია. რომ აი რაღაცა კედელსაკრული ვიყავიო, მორცხვი, ნიპალოჟენა იყო, ნიშნავდა რომ ნიპალოჟენა ძალიან უთქმელი და როგორც წესი ასეთი ადამიანები არ ხდებიან არტისტები. ხო, ეს რა უცნაური რამეა, აბა. და როგორ მოხდა ეს? მე არ ვიცი, ეგ სხვათა შორის ეგ არის ერთი დიდი კითხვის ნიშანი, მაგრამ აბა გადახედე მსახიობ, ბევრი მოგიყვება ამას. აი ბევრია, რომ არის ძალიან ცხოვრებაში, არის ძალიან სხვენია, რომ ოჯახის წევრი მყავს ასეთი ჩემი შვილი, რომელსაც რომ მივიყვანეთ სხვათა შორის კასტინგზე. დარწმუნებული ვიყავით, რომ ის ვერ შეძლებდა იმ ტიპის გარდასახვას, რომ თავს მოაწონებდა კასტინგის მენეჯერს, მაგრამ იმიტომ რომ არის ძალიან შაი, მორცხვი. ხო, ну ყოველ შემთხვევაში ეს ექსპრესიული არ არის, როგორც აქვთ ხოლმე მსახიობებს. რისი თქმა მინდა, რომ ყოველთვის მსახიობს ხვდები რომ არის მსახიობი. სულ რო არ ვიცნობდე, არ მქონდას ნანახი მისი ფილმი, მისი თამაში. ანუ ყველგან არის მსახიობი ტრანსპორტში, სახლში,
რაღაცნაირი ექსპრესიული თითქოს მე გარა მაგ და ძალიან მომწონს. ნინო კასრაძე არ არის ასეთი და მაინც როგორი გარდასახვის დიდო სტატია. მოდი მე ვიტყვი ამას, ვიცი რომ არ სიამოვნებს. მე გარა მაგ და ყველა ნიჭიერ ადამიანს არ სიამოვნებს როცა მას აქებენ, ამიტომ მე ვიტყვი ამას, მე ვაძლევ ჩემ თავს ამას. ხო თქვი უკავს აღარ გინდა. აღარ გავაგრძელებ, მაგრამ ხო აი ეს არის ძალიან თვალშესაცემი, რომ ნინო არ არის სახეობის ერთი ასეთია, სხვა სხვანაირია. იცი რა, როდესაც აი ზოგჯერ არის შემოვიდა ოთახშიო და მაშინვე მივხვდითო რომ არის რაღაცა აი მაგია რაღაცა. მე ეს არა მაქვს, მე სცენაზე მაქვს ეს და პირიქით ცხოვრებაში ბევრი რაღაცა ისა, მაგრამ მე ვთვლი რომ ეს ჩემი პლუსია. ხო. მე ამას ესე უყურებ, რომ ეს ვაქცია პლუსად, ну ყოველ შემთხვევაში მე ეს რაღაცნაირად არ მჭირდება. და ისე ხელოვანს აქვს რაღაც განსაკუთრებული პასუხისგებლობა საზოგადოებაში, იმიტომ რომ არის სცენაზე, იმიტომ რომ აქვს აუდიტორია. როგორ არა? როგორ არ არის? ეხლა აი მაგალითად ცნობადობაზე ვიტყვი, ცნობადობა და ნამდვილი პოპულარობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. სხვადასხვა რამეა, მაგრამ ნუ ცნობადი თუ ხარ, ეხლა მე ვარ უფრო ცნობადი, ვიდრე ჩემი ვთქვათ რაღაც კოლეგები, რომლებიც შეიძლება დღე და ღამე მუშაობენ, მაგრამ უფრო აი ამ მოვლენებმა და ყველა. აი რაც ცნობადი გახდი და სერიალის შემდეგ ძალიან ბევრი რამე უკვე შენ ადრე თუ რაღაცას იქ ცოტა დაარღვევდი, იქ რაღაცა ისე არ მოიქცევდი, ეს უკვე აღარ შეიძლება. არ შეიძლება აცნობიერებ რომ ბავშვები გიყურებენ, უფროსები გიყურებენ, ну უხერხულია და შენ რაღაც ჩარჩოში შენ თავს ამყოფებ, რა თქმა უნდა. არის ეს პასუხისმგებლობა, როგორ არ არის? და სერიალში მაგაზე ცალკე მინდა ვისაუბრო, ძალიან საინტერესოა ეგ, მაგრამ აი კულტურის სამინისტროს მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე მონაწილეობის მიღება პროტესტი იწვევს შენში და თავად შენ თუ მიგიღია და ბოლოს როდის მიგიღია? მე არა. მაგრამ სხვა როცა ამას აკეთებს? ყველას თავისი არჩევანი აქვს, არა. ну ეხლა მე არც მინდა რა კომენტარი უნდა გავაკეთო ხლა ამაზე როგორ და იცი ცნობ კულტურის მინისტრს ну როგორ არა სულ ქალაქიდან ხანიკ ხანაკ ხვდებოდე რა ვიცი სულ და როგორ არ ვიცი ვიკა როგორ ციკა რუხაძეს როგორ არ ვიცნობ მაგრამ ეს ეხლა ჩემი მე არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი ეხლა ეს როგორი რამეა რომ რატო მე არ მიმიღია არც ამ არც წინა არც იმის წინა არა ორჯერ ვაკ იმ აბედითი 9 წლის დროს მიღებული მონაწილეობა ერთხელ იყო ევგენი მიქელაძის სახელობის ორჯერ მაგ საიუბილეო საღამო 90 წლის იუბილე და ზაფხულის ღამის სიზმარი მენდელსონის შესრულდა და მე იქ ტექსტს ვკითხულობდი და მეორედ ვოვა სიხარულიძის საიუბილეო საღამო იყო და ვოვას მოგონებას ვკითხულობდი. აი ეს. ნინო, სხვათა შორის აი სულ რაღაცნაირად მახსოვს ხოლმე, რაღაცნაირად იცი ხოლმე თქმა. სიტყვების დადება სათქმელისთვის, რომ დაგამახსოვრდება. ერთხელ ჩართვაში, ჩემთან ტელევიზიაში ასეთ რამე მითხარი, რომ არ არის ანდრო და არ ესმითო. არ არისო მსახიობიო და უნდათ რომ შევცვალოთ ანდრო და არ ესმითო რომ არ რაღაცებიო არ შეიცვლებაო არ არსებობენო ადამიანებიო ვინცო ვერ შეცვლისო ვერავის და ვითომ ანდრო არ ყოფილა ვითომ არ მდგარა სცენაზე ვითომ არ დაუჭერიათ როგორ მოხდა რომ ადამიანებმა დაუშვეს რომ შეიძლება ანდრო ჭიჭინაძე დაიჭირონ სრულიად უსაფუძვლოდ და შემდეგ ის შეიცვალა სხვა რომელიმე მსახიობით. რატომ და როდის ჩაითვალა, რომ ეს ნორმალურია? ჩემ აზრს ვეტყვი, ხო? ეხლა რასაც ვამბობ, ეს ჩემი აზრი და არა მაქვს პრეტენზია, რომ ეს არის ჭეშმარიტება უკანასკნელ ინსტანციაში, მაგრამ მაინც მგონია, რომ მე რასაც ეხლა ვიტყვი, მე ასე მიმაჩნია. ეს კი არ ჩაითვალა, ეს ყოველთვის ასე იყო. ადამიანი ძალიან მარტივად იცვლებოდა აქ. მე ისე კარგად მესმის, აი თითქოს მესმის ჩვენი ოპონენტების სიტყვები რომ რა გააწყალეთ გული რა გინდათ რა გაგი და რა არის ბოლოს და ბოლოს ეს ანდრო ჭიჭინაძე ასეთი მართლა როგორი მსახიობები და ის ხალხი იყო და ეს ანდრო ჭიჭინაძე
რა აი ეს არის ყველაზე მე მგონი ყველაზე დრამატული მომენტი რა ჩვენ საზოგადოებაში ხდება. ეს არის ისეთი არასინქრონული მდგომარეობა, ისეთი განსხვავებული ხედვები. ეს არის მომენტი. ეს არის თანამედროვე კონტექსტი და ეს არის ახალი რეალობა და ცხოვრება, რაც ამათ ვერ აღიქვავთ. გუშინ ეს იყო ნორმა და დღეს რაღაც შეიცვალა და ეს აღარ არის ნორმა. და საერთოდ ყველაფერი ასე მკვიდრდება. გუშინ რაც იყო ჩაქოლვა შეიძლებოდა ძველ აღთქმაში, ახალმა აღთქმამ ჩაქოლვა უარყო. ყველა გარდაცვლილი ხდებოდა ჯოჯოხეთში ახალი აღთქმით ამოიყვანეს სულები და 60 გააჩინეს. ეს ახლა ძალიან შორს რო წავით. და საერთოდ ჰომო ერექტუსიც ესე ადგა ფეხზე ადამიანი ორ ფეხზე მდგარი. არ არსებობს რაღაცა მუდმივი და ხელშეუხებელი. ეს იყო კულტი იმის რომ ადამიანი შეცვლადია. ყველა იცვლებოდა. ჩვენ სულ ამის მომსწრე ვიყავით. ყველგან მათ შორის ხელოვნებაში. ყველა როგორ შეუცვლელი ვინ არის. ის მოკვდა ისე და ეს მოითარგმნებოდა რომ ცხოვრება გრძელდება, რა თქმა უნდა, ცხოვრება მდინარე ვარჩერდება, ერთი მიდის და სხვა მოდის ტურფასა საბაღნაროსა. მაგრამ აქ ეს არის პრინციპული საკითხი. რატო გააკეთა ეს და ძალიან ხშირად დავით დოიაშვილს დათოს ეკითხებდნენ, რომ ჩემ გამოც გააკეთებდიო, ვიღაცას უკითხავს. ყველას გამო. იმიტომ რომ ადამიანი იცვლება. აი ბორხეს აქვს ძალიან კარგად მოთხრობაში დაინახა კაცი აღარც სახელი მკითხოთ, არაფერი არ მოსწონს, მარტო მახსოვს აი ეს მეტაფორა, როგორ რაღაც მნიშვნელოვან დროს კაცი ყველას ცემს, ყველას კლავს, რაღაც მკვლელი გამოჩნდება ვიღაც კაცი სოფელში და აი მას დაუპირისპირდება და აი საბედისწერო მომენტში ჩახედავს თვალებში ყველა ელოდება იმას, რომ ახლა რითიც დამთავრდება, ყველა მიცის რითიც უნდა დამთავრდეს, მოტრიალდება, გაეცლება იქაურობას, სოფლის განაპირას სახლს აიშენებს და მთელი ცხოვრება მარტოობაში გაატარებს და რა დაინახაო, რაო, საკუთარი თავი დაინახა. აი უცხო თვალებში და რომ დაინახა, ისე შეძრწუნდა. უკვე გაიზარდა, სხვა გახდა. არ ვიცი, გაიზარდა დაპატარა, მეტამორფოზა მოხდა და წავიდა, გაერიდა და თავის თავს აუკრძალა ხალხთან ურთიერთობას, საზოგადოებას. ეს ახლა მე ესე ბავშვობაში მაგ წაკითხულა, მახსოვს როგორ იმოქმედა ამან ჩემს. რა დავინახეთ ჩვენ იქ? ჩვენ დავინახეთ ის, რომ ძველებურად აღარ შეიძლება. თორემ კარგად რომ გაარჩიო, ახსნა, რა არის, რომ დაფიქრდე. როგორც შექსპირთან ჰამლეტში გონება, სახი გონება ჩვენს მამაცობას ასამარებს. გონება რომ ჩაერთვება, მაგრამ მეორე მხრივ ასე, მაგრამ მეორე მხრივ ხო, მე იტყვი, აბა რა შეუცვლელი ვინ არის, ბოლოს და ბოლოს რა ხალხი იყო და უშანგი ჩხეიძემ ვეღარ შეძლო მე თამაში რაღაც მომენტში, ხო? მაგრამ ეს სულ სხვა რამეა. ახალი ცხოვრება, ახალი მომენტუმი, ახალი რაღაც ახალ გააზრებას გთავაზობს. იმას გვიყენებენ ჩვენ გვედავებიან რომ თქვენო გუშინ ესეთები არიყავით და დღეს რამ შეგცვალათო. გავაცნობიერეთ რაღაცამ და ამან შეგვცვალა. არაო, ესენი არ იქნებიან, მაგრამ ესენი მოსყიდულები იქნებიანო და იმიტომ ვერანაირი მოსყიდვა ვერ გაიძულებს, რომ ყველაფერი დატოვო და წახვიდე და დარჩე უარეს მდგომარეობაში. უარესში. ლოგიკას არ ექვემდებარება და იცი. ახსენი ვიკა რაღაცნაირად შევძელი რომ ამეხსნა. ჩვენ სულ ამის მომსწრე ვიყავით. მეც თეატრში ერთი იცვლებოდა, მეორე შეუცვლელი არავინ არ არის. მე გადაერთებოდი მექანიკურად. ანდრო როგორც სიმბოლო, თორემ ანდრო რომ გამოვა ადამიანი, ეს დიდი პრობლემა იქნება, იმიტომ რომ ანდრო არის ახალგაზრდა კაცი, მას ერთი წუთი არ ნდომებია, აი ასეთი მამდე ასვლა, რო ასულიყო როგორც გმირი. თვითონ ანდრო, ეს წარმოიდგინე რამხელა რამე დააწვა ანდროს თავზე, მაგრამ მე ახლა ვამბობ როგორც ანდრო როგორც იდეა. როგორ ბიჭი შენთან ერთად იყო, მუშაობდა, რაღაცა გიყვარდა, სპექტაკლია ეს, მე გადავცურავ ზღვას. რაზეა, ხო? ღალატზე, როგორ ყველა მეგობარს უღალატა ჩამოშორდა, გააგრძელეს ცხოვრება და ერთმა იმ პერსონაჟი გაგიჟდა ამისგან და გახდა ბუ და ია, ხო? ბუია. გაგიჟდა, იმიტომ რომ ვერ აიტანა ეს ღალატის სიმძიმე. აი ამაზე დადგეს სპექტაკლი. ანდრო ამაში თამაშობდა, ანდროს მეგობრები თამაშობდნენ და თომ დადგა, ყველა მღეროდა, ცეკვავდა, ტიროდით, მაგრამ საქმეზე რომ იდგა, ზუსტად იგივე რომ შეტრიალდა. აიმე ხალხო, დიდი პოდიში, მაგრამ ჩვენ უნდა ჩავანაცვლოთ ეს ყველაფერი.
ეს რა ფასი აქვს მაშინ ამ სპექტაკლებს, რა ფასი აქვს ამ პიესებს, რა ფასი აქვს ჩვენ გამოსვლას, ეს ხომ მტყუილია და აი მე კიდე ესე ვხედავ რომ ახალმა თეატრის რმადან მისმა ნაწილმა და დაათომ და მის გვერდში მდგომმა მსახიობებმა და შეიძლება მეც მათ შორის გააკეთეს ის, რასაც მოუწოდებდნენ. რასაც მაყურებელს მოუწოდებდნენ, რაზეც იყო, რასაც უყვებოდნენ. ის გააკეთეს. და ეს სხვათა შორის არის სიახლე. იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის გვიყვებოდნენ მსახიობების სცენიდან იმას, რასაც სამწუხაროდ მე რეალურ ცხოვრებაში ვერ ვხედავდით, მაგრამ ეხლა ეს ადამიანები არამხოლოდ ყვებიან სცენაზე იმას, რასაც გრძნობენ, არამედ ცხოვრობენ ასეთი თქო. შეიძლება ერთ მაგალითს მოვყვებნი. 15 წლის წინ ძალიან საყვარელმა ჩემმა კოლეგამ მსახიობმა მომიყვა გამახსენა მისი ბრანდაუერის ფილმი მეფისტოფელი. და საბოს ფილმია, იშტვან საბოს ფილმია და იცი რა როგორ მომიყვა, იცი რა, იცი რა არისო, აი ნახეო შენო ესეაო, რომ აი გაიხსენო ეს ფილმიო, ეს კაციო, რომ ნაცისტებთანო ხელოვანი რომ თანამშრომლობსო, მერეო ისო როგორო რა ემართებაო იმას და ეს იცი როგორ იყო, ეს იყო მსახიობი მეუბნებოდა ამას, ეს იყო როგორ იცი, აი ვექტორი მიმართული ვიღაცის მიმართ. და მე ვგებულობ. იშტვან საბო თანამშრომლობდა საბჭოთა სტრუქტურებთან, ну მათ სტრუქტურებთან. ეს ფილმი ვიღაცის თითის დასაქმნელად კი არ იყო თეორიულად, ეს იყო საკუთარ თავზე. ამასთან როდესაც ეს აღიარა, საერთოდ ვერან ვერ გაიგებდა ამას, აი მისი სურვილი იყო რომ ეს მოეყოლა. ამიტომ ამის თქმა მინდა რომ ხელოვანი არა როგორც ვიღაცის დამუნათების და ვიღაცისთვის გეზის მიცემის და ჭკუის დარიგების წყარო, არამედ ხელოვანი, რომელიც ყოველთვის თავის თავში ეძებს, თავის თავს უკეთებს რევიზიას, თავის თავი გამოაქვს სააშკარაოზე. ეს არის ძალიან მძიმე სინამდვილეში. და ვისთვის იდგმება სპექტაკლი? თუ თეატრს აქვს ცვლილების ძალა. მაშინ ხომ არ ჩდება კითხვა, რომ ხომ არ რჩებით ჩვენივე, ასე ვთქვათ, წრეში, იმ ადამიანებში, ვინც ისედაც იაზრებს ამ ფასეულობებს და როგორ უნდა მოახდინოს ხელოვნებამ ნამდვილი გარდატეხა და მოიყვანოს დარბაზში, არ ვიცი, პოლიციელი თუნდაც. როგორ უნდა გავლენა მოახდინოს ხელოვნებამ, კონკრეტულად თეატრმა საზოგადოებაზე, ამას ჭირდება, აი, არ ვიცი, ეს არის ძალიან დიდი შრომის ნაწილი და ამაზე ევროპული ქვეყნები ძალიან გაწაფულები არიან და რომ გაიზარდოს მაყურებელი და რა დონით არის ხელოვნება სახელმწიფო მართვაში ჩართული, ეს არის, ну, აი დასავლური სახელმწიფოები ამაში ძალიან ეს არიან რა, მეორე მსოფლიო ომის მერე ძალიან დიდი ინვესტიციები ჩადეს ხელოვნებაში, როგორც იმიტომ არის რომ აი ეს 80 წელზე მეტი ევროპაში ომი არ არის, იმიტომ რომ ეს არის გაცნობიერება რა წარსული ქონდა ევროპას. ეს იყო მუდმივად ერთმანეთზე გადაკიდებული სახელმწიფოები და ტერიტორიები და ამ ორმა პირველმა და მეორე მსოფლიო ომმა ესაჩვენა რომ ამ გზით ეს იქნება კრახი. ანუ შენ უნდა შექმნა ახალი ცხოვრება, ახალი ვექტორი, რომელსაც შეიძლება ახალი მაშინ ევროკავშირი შეიძლება არც იყო ამ ფორმით ჩაფიქრებული, მაგრამ თვითონ იდეები და თვითონ მშვიდობის დოქტრინა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მშვიდობის დოქტრინა ფილოსოფიის და ხელოვნების გარეშე შეუძლებელია, თორე დაჭამს ხალხი ერთმანეთს. ამიტომ მე ახლა ამ თემაზე ვერ დავიწყებ საუბარს, მაგრამ მამამ მითხრა ესეთი კარგი რამე, რომ მაშინ რატო ებრძვიან ხელოვნებას? რატო ებრძვიან თუნდაც თეატრს? იმიტომ რომ აქვს ეს გავლენა. მარტო თავისთვის არის. ამას აკეთებდა ის თავისუფალი ახალი თეატრი. მართლა რო დაიწყონ სიარული სპექტაკლებზე ძალოვანებმა, პოლიციელებმა და იმ ადამიანებმა, ვინც ახლა რა კარგი იქნებოდა. ხო, შეიძლება მართლა ძალიან დიდი გარდაიცვალა. იცი რა, პოლიციელი კი არ უნდა ატარო, ის რომ ბავშვია, მაშინ უნდა იაროს.
ხო, იმიტომ რომ პოლიციელს მაგრამ მაგის დრო და ეს თეატრში ატარო თავისი თავი. არა, საერთოდ საზოგადოების ჰუმანიზაცია ეს ხო ალბათ ბავშვობიდან იწყება, სკოლიდან, ბაღიდან, აი აქედან იწყება, აი აქედან და ის მერე უკვე იმიტომ რომ იცი რა, აი ძალიან ხშირად ფილმებში, ევროპულ ფილმებში, აი ხო უყურებ ვთქვათ რაღაცა აი მარგინალურ ჯგუფში შევიდა ბინაში პოლიცია და იმას იჭერს ის ასრულებს თავის საქმეს შეიძლება ძალიან სასტიკათაც მაგრამ აი მის არ იწყებს შეფასებას რომ შენ ხარ გოთი, შენ ხარ ჰომოსექსუალი, შენ ხარ ტრანსი, თუ შენ ხარ ვიღაცა ემიგრანტი, თუ ამის შეფასება ეს მისი საქმე არ არის. ის მხოლოდ კანონს აღასრულებს, რომ წესრიგი, აი ეს თუ შეგიმჩნევია, ეს მესიჯი მე ხშირად შემიმჩნევია, ის შეფასებით ნაწილში არ შეედის, რომ მე შენ იმიტომ კი არ გიჭერ, რომ შენ ემიგრანტი ხარ, ან ის ახარ, ან ეს ახარ. მე შენ გიჭერ, რომ კანონს არ ყვევ და როგორი ხარ, ეს უკვე შენი საქმეა. ეს მესიჯი მე ხშირად გრძნობ ამ მესიჯს და მომდის. არა, მე ვკვდებით როგორც ქვეყანა, როცა ვნახე ჩემს ერთ მეგობართან ერთად, რომელიც სულ მეუბნებოდა, რომ თეატრი არ არის ის გარემო, რომელშიც ის იღებს სიამოვნებას, უყვარს კინო, უყვარს რაღაცა ისეთი ხმაურიანი ფილმები და ისეთი მე მაინც წავიყვანე და ისეთი სასიამოვნო სანახავი იყო ჩემთვის. სპექტაკლზე უფრო მეტად სასიამოვნო სანახავი იყო ის, რომ ბღაოდა და ტიროდა, ისეთი ბედნიერი ვიყავი. და მივხვდი, რომ ძალიან დიდი გავლენა აქვს ამ ყველაფერს, ძალიან დიდი გავლენა აქვს სცენას და შეიძლება ის ადამიანიც, ვინც ბავშვობიდან არ არის ჩართული სახელოვნებო სფეროში, როგორც მაყურებელი, შეიძლება იმასაც რაღაცა გაეღვიძოს. მე მაგალითად ჩემ ცხოვრებაში ესეთი შემთხვევა მომხდარა, რომ 94 წელს ვიყავით წასული დიდი გასტროლებით რუსთაველის თეატრიდან, ქონდა წაღებული ბრეხტის სეჩუანელი კეთილი ადამიანი, სადაც მე მთავარ პერსონაჟს თამაშობდი, ის არის ქალიც და კაციც, ბოროტებაც და სიკეთეც გარდაისახება. და დიდი წარმატება ჰქონდა ამ სპექტაკლს. შემდეგ, ესე იგი 2015 წელს ფალიაშვილზე რაღაც გურულებში რაღაცას ვყიდულობდი, მოვიდა ვიღაც კაცი და მითხრა უკაცრავათო მეო რო არ გამოგელაპარაკოთ, არ შემიძლიაო, მეო მოსკოვში გასტროლებზე ვნახეო ეს სპექტაკლიო და ამ სპექტაკლმა თვითმკვლელობას გადამარჩინაო. აი ესეთი რამე მითხრა, ეს სიკეთის აი ესეთი რამე მითხრა და მოგეხმარებითო მანქანაში მიგატა, მითხრა არა ყველაფერი მაგ მე კიდე ერთხელ ტელეფონი გამომართვა და დაამერიკა და მითხრა რომ რაღაცა სამშენებლო ისო და თუ რამე დახმარა მითხრა არა ყველაფერი ის არის დიდი მადლობა მაგრამ აი ეს იყო დიდი კაცი იყო ესეთი რაღაც საშუალო ხნის და ესეთი გრძნობიერი და მითხრა მე რომ მაშინ თავი არ მოვიკალიო ეს იყო ამის დამსახურებაო და ეხლა მე წამს და მჯერა რომ ეს ასეც იყო ეს ასეც იყო, იმიტომ რომ ეს ისეთი რაღაცნაირი ნათქვამი იყო, თვალები, ყველაფერი და ეს არის ჩემ ცხოვრებაში ერთი და შენ წარმოიდგინე, აი მე მინახავს როგორ უყვარდა ხალხს ძველი თაობის მსახიობები. მე ამას მოვესწარი ვიკა. ეს იყო აი ყველა რომ ერთ თანხდებოდა, ყველა ერთ აზრზე იყო და ყველა რომ სიცოცხლე უხანგრძლივდებოდა და რომ ერთი რომ შემოსულიყო რამაზ ჭყიგვაძე ან კარლო საკანდელიძე ხალხი ამის გულისთვის არ ვიცი ნუ მომაკვდავი ხალხი კარგად ხდებოდა. კი. და ხშირად გიწოდებენ ინტელექტუალურ მსახიობს და რას ნიშნავს ეს შენთვის? არ ვიცი რა ვიცი მსახიობს ზედმეტი ინტელექტუალურობა ხო ვიცი რომ ძალიან არ უხდება და ცუდია და რატო ხელს უშლის თამაში? ნუ ახლა იქ ხო იქ უნდა იყოს ეს რაციო, თუ ჩართულია ეს ცუდია, იქ უნდა იყოს ეს ძალიან ის იყო, უნდა იყოს შინაგანად გაფაქიზებული და რაც უფრო შტერი ხარ, მე უფრო კარგად თამაშობ.
არა, როგორ გითხრა, იცი რა, შტერია არა, თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს ემოციური არის რაღაცა და ეს რაციოც კუნთია, ხო? აი ზედმეტად გავარჯიშებული კუნთი შეიძლება ხელს უშლიდეს რაღაცა ემოციური ინტელექტს და არ ვიცი, ეს მე ვიცი რასთან არის დაკავშირებული, რომ მე რაღაც წიგნებს ვკითხულობ და პოპულარიზაციას რო ვუკეთებ. აი ეს და კიდე თუ არ ვილამძღებია, ეს არის, თორე სინამდვილეში ნამდვილი ინტელექტუალურობისგან მე მგონი რომ შორს ვარ, თუმცა ჩემი ის არის ერთ-ერთი ჩემი ასე ვთქვათ მიზანი არის რომ ხო მეტი ვიცოდე მეტ რამეზე მქონდეს წარმოდგენა, თუმცა ეხლა მეხსიერება უნდა გქონდეს ეს ძალიან ღალატ მეხსიერება ისე ხევს ადამიანს უკან ამის ყველაზე სუსტ წერტილს შეეხა ჩემი ცხოვრების ძალიან ძიმე რამეა მე მგონია რომ ადამიანს რომელსაც კარგი მეხსიერება აქვს ის არის ეგარი იხბლიანი ეგ მეცნიერები არიან ვისაც კარგი მეხსიერება აქვს აბარა და თუმცა ჩემი მიზანი არის რომ ვიყო ინტელექტუალური ადამიანი რა თქმა უნდა მაგრამ ეს პროცესია და მსახიობობა უფრო ემოციის პროფესია თუ აზროვნების პრინციპში უპასუხე ამ კითხვას რომ არა ალბათ ემოცია ძალიან და ემოციური ინტელექტი იცი მე მინახავს მსახიობების საერთოდ მე მგონი ვიცი მაგრამ შიგნით ისეთი რამე იხსნება და ისეთ მწვერვალებს აღწევენ რომ ვერ იწვევ ეს მსახიობობა არის ჩემთვის დიდი საიდუმლო ვერ იტყვე კლასიფიკაცია იყო მე ვიცი რომ რეჟისორებს არ უყვართ ძალიან ჭკვიანი მსახიობები იმიტომ რომ არ აძლევენ გასაკანს და გაუთავებელი კითხვებით ეჭვებით იმით უკან ხევენ პროცესს არც სცენარისტებს ხო ჩვენს ერთსაერთო ნაცნობს და არ მგონი არსებობს როლი რომელმაც როგორც ადამიანი შეგცვალა ნინო კი როგორ არა მაკ ანჯაფარიძემ რაღაც გარკვეულად შემცვალა ყველა როლს აქვს რაღაც გავლენა მაგრამ აი როგორ გითხრათ აი ჩრდილიდან საკუთარი თავის ჩრდილიდან გამომიყვანა მართლა ხო იცით რა იმიტომ რომ იცი რატო ვიკა იმიტომ რომ ეს ქალი ჩემგან ძალიან განსხვავებული იყო და ძალიან ისეთი ხისტი და ვაშკაცი და თან ეს ქალიც სწავლობს და იცვლება ხო და აქ აი ესე მოხდა რომ ამ მაკამ მომცა საკუთარ თავში დარწმუნება და ვაშკაცობა რომ ნინოც ცოტა გამაგრებული იყო, გამყარებული იყო და აი ნუ როგორც თქვი იმაზე უკვე ვერ ვიტყვი, აი მიდან ჩრდილიდან გამოსული იყო. და არსებობს როლი, რომლის თამაშიც დღემდე გინდა და არ მოგეცა ამის შესაძლებლობა, საშუალება. იცი რა, სულ წლები, სულ ამას ვამბობდი, რომ მე ისეთი როლები ვითამაშე და ისეთ ასაკში, რუსთაველის თეატრში და მერეც, რომ რა ესე რა სირცხვილი ახლა რა უნდა ვთქვა, რომ არა, ესეთი როლი არ ყოფილა. ყოველთვის იმაზე მეტი იყო, ვიდრე მე წარმომედგინა. და მსახიობები ხშირად ამბობენ, რომ კარგი მსახიობი, უბრალოდ აი მოისმენია, რომ კარგი მსახიობი ის არის, ვინც ყველა როლს ითამაშებს. როგორ? აი ყველანაირი როლი შეუძლია ითამაშოს. ეს შეიძლება იყოს მაკა ანჯაფარიძე, შეიძლება იყოს ტრანსგენდერი ქალი, შეიძლება იყოს არ ვიცი, ქართლის დედა, შეიძლება იყოს ანუ ჟანრს გულისხმობ, ხო, იმიტომ რომ ესეა მართლა? იცი რა, ჯერ ისეთი არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა, ხო, მე ხო ჯულიეტას ვეღარ ვითამაშებ, ჩამოვჭრერით ყველაფერი. რაც დარჩა იქიდან? კარგია თუ იმის საშუალება გაქვს, რომ სხვადასხვა ჟანრში იყო. მე ყოველთვის რომანტიული გმირი ვიყავი და მე ნელ-ნელა ასაკთან ერთად რაღაც სახასიათო ისინი გაჩნდა და ეხლა რაღაც სხვა ჟანრში უფრო სახასიათო იმაში გადავედი. კარგია თუ ეს, მაგრამ არიან მსახიობები, ეს არ შეუძლიათ იმათ აქვთ თავიანთი ხა. მაგრამ არიან ძალიან კარგები რაღაცა კონკრეტული თავის ამპლუა აქვთ. თავიანთ ამპლუაში. ამპლუა აქვთ მაგალითად ხა მერილ სტრიპს ყველაფერი შეუძლია. ის უნივერსალური ქალია, უნივერსალური. ყველაფერი დრამა, კომედია, რა ყველაფრის გაკეთება, ტრაგედია შეუძლია და ყველას ესე არ შეუძლია. განსხვავებული არის მაგალითად უმა თურმანი, სულ ერთი ჟანრის ფილმები აქვს და არაჩვეულებრივია. და მე მინდა რომ ასევე ჩვენ შვილზე ვისაუბრო სალომეზე, სალომე თოფურიაზე, რომელიც ასევე მსახიობია, მაგრამ განსხვავებული ადამიანები ხართ? ძალიან.
ძალიან რა შეგამოიხატება? ყველაფერში სულ სხვანაირი. აი მე ვფლი რომ აი რაღაც მე რომ მინდა რომ ყოფილიყავი, აი ეგეთია. გარეგნობიდან და კი, აი მე რომ გითხო, აი შენ რო გაჩნდე კიდევ ერთხელ, აი როგორი იქნებოდი? მე ვიტყოდი რომ ესეთი მინდა რომ ვიყო. რა ბედნიერება. ნუ ეხლა ესე მოხდა, ნუ ესე ვთქვათ, იმ დროისთან მსახიობიც არის და მე ვიტყოდი რომ ბევრ ჩემ რაღაც იმასაც ხედავთ ვისებებს და რადიკალურად განსხვავებული. და მის პროფესიაზე და არჩევანზე, პროფესიულ არჩევანზე რა გავლენა გქონდა? ნუ გავლენა ალბათ ძალიან დიდია. გაიზარდა აი ამაში რომ მე ვარ მსახიობი. მაგრამ არასდროს არ გითქვამს რომ შენ უნდა იყო მსახიობი. არა, პირიქით ჩვენ ხო იცი როგორ აგვაქვს მსახიობი, არ გვინდა. რომ შენ არ უნდა იყო მსახიობი. არაფერს არ ვეუბნებოდი, არც ვიცოდი, მაგრამ ჩვენ ვამბობდით რომ არა, მაინც ვამბობდით რომ არა. მაგრამ იცი რა, ეხლა ახალი თაობა რო წამოვიდა, მე ვამბობ რომ კი, უნდა გახდეთ მსახიობები. იმიტომ რომ ჩემ დროს მსახიობობა კიდე სხვა რამე იყო. და ეხლა რო უყურებ ამ რაღაცა ლახჭკვი ან ესეთ პიროვნული თვისებებით შემკულ მსახიობებს, კი, უნდა შევუქმნათ პირობა, რომ აქ კარგად იყოს ეს. თუ კი რაიმეს ვნანობ, ეს არის ნინო ის. მართლა, მსახიობობა. მე რო გიყურებ შენ და შენ პერსონაჟი და ეს პერსონაჟები როდის გაჩნდა? ეს პერსონაჟები მოიტანა გაჭირვებო. არა, მაინტერესებს ეს პანდემია. არა, მე რუსული კანონის დროს გაჩნდა მანანა, ყოველთვის რაღაცის გამოძახილი იყო. ის მანანაც და ანტისაც არ არის რაციონალური. ეს შეხო ასე არ აკეთებ, რომ შენ მოიფიქრე და იმას ალაპარე. შენ იმ სწორ რაღაცაში ხვდები და მე მოდის და მოდის, აი მე რო გისმენ ზოგჯერ და usmen am პერსონაჟებს. ეხლა ანტისას როგორ usmen არ ვიცი. მეგრული არ ვიცი. მაგრამ მე ხვდები რაც არის, აი ბახუსანაიასთან ერთად რომ ჯერ რაღაცა მომენტი იყო. აი ყველაფერი ჩანდა, მე როგორ რაღაცა და მე რაღაცა გადალახეთ ორივემ და ისეთი შეხმატკბილება მიდიოდა. ენა არ მესმოდა, მაგრამ ამ მას ყველაფერს გრძნობ. არა, აი მესმოდა და გრძნობდი. და მანანასაც და კომენტარებში თუ მეგრელები რო არიან და ძალიან ბრაზობ ამაზე რომ სხვაზე არ ფიქრობენ. მაგრამ მანანაზეც რას გეტყოდი, იცი რომ აი ვისაც ჩვენ ყველა ვისაც მოგწონს, ყველას ერთი აზრი გვაქვს რომ ეს მანანა თავისთავად ისეთი თვითკმარია და ის ისე აზროვნებს როგორც მანანა, იმიტომ რომ შენ ესე ხო არ იწყებ რომ იწყებ ლაპარაკს და სულ ერთი და იგივე სიტყვებს და იმას იყენებ, არა. უცებ იშლება რაღაცა ესეთი მდინარე თუ რაღაცა მოლი და მოდის და აქედან იწყებს სადღაც ამთავრებ და სულ ვფიქრობ რომ ეს საიდან ეს ხო არც დაწერილი არ არის არც სცენა. ეს არის პერსონაჟი, როდესაც არის ცოცხალი. რო დავამთავრებთ გადაცემას, ეს ჩვენ ხშირად ვაკეთებთ, უნდა ჩავწეროთ მანანა, ნინო. აუცილებლად. და ტყუპებს ხშირად აქვთ განსაკუთრებული კავშირი. და ამას თუ გრძნობ შენ ავუხსნათ მაყურებელს ტყუპები რატო გამახსენდა? ტყუპის ცალი ხარ. ტყუპის ცალი ვარ. და გაგრძნობ აი ამ რაღაც განსაკუთრებულობას. იცი რა, იმაზე ნაკლებ. ეს მითია, რომ აი იმას რომ ელენთა ატკივდება, მე ღვიძლი და იმას რომ თავი ატკივდება, მეც თავი ამტკივდება. იყო ესეთ მომენტები თქვენ ცხოვრებაში? იცი რა, იმაზე ნაკლებად გვაქვს ეს, ვიდრე საერთოდ ამბობენ, რომ ტყუპებს აქვთ. რაღაცას გრძნობთ, მაგრამ ასეთი დოზით არა. ჩვენ ვართ სხვადასხვა კვერცხუჯრედის ტყუპები და ძალიან განსხვავებულები ერთმანეთისგან. ასეთი პირდაპირი კავშირები არ აგვაქვს, ნამდვილად იმას ისასტკივდა. მე ყველაფერი მტკიოდა ერთი პერიოდი, იმას არაფერი და ეხლა პირიქით. მაგრამ ხო ძალიან დაიმსხრა ვითი ტყუპებს. ჩვენ ძალიან განსხვავებული ტყუპები ვართ და მაგრამ რაღაც არის ძალიან დიდი, რაც აუხსნელი რამე არის ეს აუხსნელი, ხო? ჯერჯერ ერთად ხო, მაგრამ ის არა გვაქვს, რომ აი ერთმანეთის გარეშე მთელი ცხოვრება ცალ-ცალკე ვიცხოვრეთ ის. იყავით ცალკეული პერსონები. ძალიან. ის იყო ბევრად აქტიური, უფრო რებელა, შენ უფრო იყავი რაღაცნაირი. მე რაღაცნაირი კი არა, შიშა რა ვიყავი ისეთი, რომ ჩემი თავარი შიში ცხოვრების იყო ქუჩაში რომ დავკარგულიყავი. დღემდე მაქვს ეს და ამიტომ მე ვამბობ რომ ცუდი სამაკ ორიენტაცია კი არა მაქვს ცუდი ეს არის ბავშვობიდან იმ შიშის შედეგი შეიძლება ორიენტაცია გადასარევიც მქონდეს მაგრამ ის შიში მბორკავს რომ გავერკვეს სად ვარ და ძალიან მეშინოდა მარტო დარჩენის ეს ალბათ იმიტომ რომ მუცელში ერთად ვიყავით
და ამიტომ თავარი იყო რომ და რო ვიჩხუბებდით, ხშირად ჩხუბობდით ბავშვებში, მეტყოდა ეხლა დაგტოვებ და წავალ. და მე ოღონდ არ დავეტოვებინე. ყველაფერზე მივდიოდი, რომ არ დავეტოვებინე მარტო. ეს იგი წარმოიდგინე რა სადა სახლთან შეუხვევს და შეიძლება ვერ მოვსულიყავი. ეს რა საშინელება და მე როდესაც ჩხუბობდით ხოლმე? კი, როგორ არა, ძალიანად. აი ესეთ ჩემი მაგას რო ამბობენ მიხარია. ხო, უნდა გაგიხარდეს. იმიტომ რომ ჩემ შვილებს ვერ ვაშველებ ხოლმე და წყნარდები, როცა ვგებულობ, რომ დიდი დრამები არის სხვა ოჯახებში, ეგოისტურად. ჩვენებიც ისე ჩხუბობდნენ. რას ვერ იყოფდით, ნინო? მე და მაკა დღემდე არის ეხლა რა თქმა უნდა უკვე აღარ ჩხუბობთ, მაგრამ ეს არის რაღაცა ადგილს, აზრი, აი რატომღაც მე დედის სიყვარულს, მამის სიყვარულს ეჭვიანობ. არა, ეგ ჩვენ ისეთი მშობლები გვყავს, არა. აი ნახე, აი აქ როგორი ტოლერანტი ვარ და სხვისი აზრი, ვამბობ რომ სხვისი აზრი. ჩემიდის აზრის მიღება ყველაზე მეტად მიჭირს. მართლა. აი რა არის, არა, აი გულწრფელად ბოლომდე რომ ეხლაც. აი ეს რაღაცას რომ ლაპარაკობს, უცებ ორივე ისე დავიძაბებთ ხოლმე. იმიტომ რომ მას უდგები როგორც ჩემსას რომ მე და ის არ არის მე, ის არის სხვა. და ასე შვილებზეც სალომეზე გაქვს? არა, შვილებზე არა, ის ვერც გავბედავ და არც მაქვს იმდენად სხვა, ის სხვა არის. აი ნახე როგორ არის შვილი სხვა არის შენგან, მაგრამ ის სულ სხვა არის. და ჩემ დაზე მაქვს ესეთი შვილებზე ვერ გავბედავ და მაკაზე კი, აი ეგ არის ტყუპობა. აი შეიძლება ეგ არის ტყუპობა, რომ მე მას უდგები ჩემი პოზიციით, რომ და სულ სხვა აზრი აქვს, იმიტომ რომ სხვა ასეთი აზრის ადამიანს არც გავბედავ, რომ რაღაცა და აქ სულ რაღაცას ვასწავლიდი ბავშვობიდან, რომ მაკა ასე სკოლაში რომ მიგვიყვანეს. წინა პოდკასტში შენ რაღაცები მკითხე, ეს იყო ერთ-ერთ პოდკასტში, სადაც თქვი, რომ კედელს ავეკრებოდითო და როგორ იმოქმედა ეს ჩემი თაობის ხალხზე. როგორი კომენტარები იყო, რომ როგორ ეს ხო ზრდილობა და რა ზრდილობა ცუდია და მე სხვა რაღაცა ვიგულისხმე და გამგებმა გაიგო. სკოლაში რომ მიგვიყვანეს 0 კლასში, გითხრა, რომ აი ასე უნდა ისხდეთო, 90 გრადუსით ფეხები, ხელები და სულ ასე უნდა ისხდეთო. ან ასე, აი ეს. და რამის თქმა თუ მოგინებათ, ესე დააწყობთო და ასე აწევთო. 45 წუთი იყო გაკვეთილი. აი ესე ბიჭი, მე სულ, აი ესე წარმოიდგინე 45 წუთი, 1-3 გაკვეთილი იყო თუ 2. და ჩემი და არიჯდა ესე. და ის თუ თავდაყირაჭდა და მე ხო ასე ვიჯიქდი და ვეხვეწებოდი რომ გეხვეწები დაჯექი ესე როგორც ის მეუბნებოდა დამანებეთავიო. ეს იყო უკვე კონფლიქტის საფუძველი. ეს მის რომ და ხო არ გაგიჟდიო ესე როგორ დავჯდები და მე ვეხვეწებოდი რომ ძალიან გთხოვ აი ესე მოიქეცი როგორც გვეუბნება. მე და ჩემი დის ისტორია, აღარ ჩვენ ტყუპები არ ვართ, სოფო იყო უფრო აი ეს რაღაცა წესიერა, წესრი, გაგოთ სოფო ეხაც სულ მეჩხუბება, ეს არ უნდა დაწერო Facebook-ზე, აი შეიძლება უფრო სხვა სიტყვებით თქვა, უფრო აი რაღაც სულ მე ორი დედა მყავს მოკლედ. არა, მე აი ჩემი დის მიმართ ეს და მე რაღაც მომენტში მივხვდი რომ კაცო რა უფლება მაქვს მე რომ აი რაღაცა ყოველთვის ჩემი ცხოვრების ხედვა მიმაჩნდა უფრო სწორად და სულ ამაში და ისეთი დაუმორჩილება. ნინა, ჩემი აზრით, ეხა კიდე უნდა დაგქრინჯო, იმიტომ რომ არ გიყვარს ვიცი ეს ქებადიდება, მაგრამ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქართველი მსახიობი ხარ. რას ლაპარაკობ, ვიკა? რასა? აი მე საერთოდ მაგაზე არც დავიქრინჯები და არაფერი საერთოდ ეს არ მიმაჩნია და კაი მე მიმაჩნია არა დიდი მადლობა არა ეს ისეთი ბედნიერი მაგრამ რა იმიტომ რომ ოლია ბებიას არ იყოს დუმბაძეს სად ნახა იმ პატრონომო და არა მე მაქვს ჩემი რა გადის არა კიდე ჯერ არ დამიმთავრები ეს მხოლოდ დავიწყე რაც დრო გადის ჩემთვის კიდევ უფრო ლამაზდები და ამასთან როგორ ახერხებ იცი კი არ ცდილობ რაღაც მოიახალგაზრდავო თავი ძალიან მინდა მოახალგაზრდავება ანუ ასაკთან შესაბამისად ლამაზი ხარ და რაღაცნაირად სხვა ქალებივით არ ცდილობ ყოველ შემთხვევაში ეს ტუჩი არ გაგამხელა ეს ღაწვი არ გაგამხელა როგორ არის მანანა ჩიქობაბას ვერ დაემსგავსებ მანანა ვერ დაემსგავსებ მანანას არც გაუბედავ მინდა მაგრამ შეიძლება ერთხელაც ვიხილოთ ნინო დიდი ტუჩი არა ეგრე არა ეგრე არა ღაწვები დაფუმფულებული ესე არა მაგრამ ის რაღაცა ცოტა მეც მინდა რომ რაღაც მაგრამ სანამ ვთამაშობ არაფერს გაკეთებას არც ვაპირებ
ეგ გამორიცხულია და მე ხა შეიძლება რატო 10 წელიწადში ცოტა რო გადავიჭიმო, ვითომ რა იქნება? არც ორაფერი, კაცო. ვის რა ჯანდაბაშია დააინტერესებს? გადაჭიმვა სხვათა შორის არა აქვს. მე მგონი ყველაზე ეს არის, არა? ყველაზე კარგია და ყველაზე სწორია. აი მას ჯობია იმ რაღაცა ფილერებს და უბედურებას. ძალიან იცვლება და არა, ის საერთოდ წარმოუდგენელია, როგორ ხარ ჩვენ. მაგრამ მე გემოვნების ამბავიც არის ჩემი აზრით. რატო ემართება ქალებს? იზაბელა ჯანი, ხო გახსოვს როგორი საოცარი ქალია. იზაბელა ჯანი იმდენი ოპერაცია გაიკეთა, რომ ხმამაღლა ვეღარ ლაპარაკობდა. ემანუელ ბეა, რეები, სახე როგორ შეიცვალეს, ანუ ნიკოლ კიდმანმა. ეგეთი ლამაზი ქალი, ეგეთი საოცარი ვნებიანი და ნუ აი ბომბა ჩემთვის. და ეხლა და რაღაცა ლუციფერს დაემსგავსა და ეს არის ყოველთვის მენტალური პრობლემა. ნიკოლ კიდმანს უნდა დარჩეს ისეთივე სექსუალური როგორც იყო ახალგაზრდობაში და ეს არის მის წინააღმდეგო საშინელება. ყველას გვინდა რომ ვიყოთ ხა ახალგაზრდა, კარგად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ აი ეს ლუციფერს რო არ უნდა დაემსგავსო. ეს არის კრიტიკული აზროვნება. ეს არის შენ თავს რო ხედავ 360 გრადუსით, აი კრიტიკო და შენ ასაკს და შენ აი როდეს გადაწყვეტ რომ აღარ უნდა გესვას ძალიან მოკლე ან ძალიან მოხთილი მკლავები. აი ეს არის რაღაც თუმცა აი მე შარშან წინ ვითამაშე ჟოლდაკის სპექტაკლში, სადაც მათამაშა 16 წლის გოგო და ამაზე ორი აქტი ვიყავი, 16 წლის გოგო და მესამე აქტი უკვე ჩემი ასაკის ქალი და მესამე აქტს თამაშობდი ბედნიერით, სიხარულით და ის ორმა აქტმა შემშალა და ერთმა ორმა მაყურებელმა დაწერა კიდეს რომ რას ერჩოდით ამ ქალბატონ ნინოსო, რას ათამაშებდით ამ 17 და 16 წლის გოგოს რა უბედურებაა, ძალიან უხერხულია ქალბატონი ისე გულწრფელად რომ ეს ქალბატონი ნინო რას ათამაშებდითო ამას და ეხლა თავარი პრობლემაც ეს მქონდა ამ კაცთან რომ რატომ აიძულებ ჯერ დამარბენინებ როგორც ხასავი და ცხენივით არ შემიძლია აღარც უკვე ბებერი ვარ აღარ შემიძლია გინდა თვირი პეტერე 16 წლის გოგო მაგრამ მე რაღაც ეტაპზე მივიღე ეს როგორც გამოცდა რომ აბა ამას გავაკეთებ თუ არა და მისი მთავარი იდეა რა იყო იცი მსახიობი უნდა იყოს აბსოლუტურად თავისუფალი ამ ყველაფრისგან 16 5 წლის 90-ის 90 ჩაცმული დახურული შიშველი ისა ესა ტრანსი მკვლელი ყველაფერი შეგიძლია ითამაშო და უნდა ითამაშო და ეს არის თავში პირობით მაგრამ საქმე ისაა რომ 2 წელი რომ გავიდა წელს უნაღია თავის მსახიობებთან ერთად ბათუმში და აჩვენა სპექტაკლი ამერიკა და მითხრა იცი რა ნინო ეს ორი აქტიო ენ პატარა ბავშვს რო გათამაშებდი მგონი არ ვიყავიო მართალია და მე ვთხარი იყო და მაგაშია საქმე რომ არ იყავი მართალი იმიტომ რომ ნუ შენ გინდა როგორ არა ყველას უნდა შენ ცდილობ მაგრამ საბოლოოდ მაინც არ გამოდის და სასაცილოა ანუ დროს აი ეს არის ის რა აი ეს არის ის კი როგორ არა მოკლევადიანი შენ შეიძლება კიდეც გააკეთო მაგრამ ეს ხო ყველაფერი არ არის 2 კვირაში 3 კვირაში 6 თვეში და 1 წელიწადში მერე ხო უნდა გააგრძელო ცხოვრება საბოლოო ჯამში ესე არ არის რა და რაღაცა თან აი იცი რა არის ჩვენ პროფესიას გულისხმობ მე არ გულისხმობ სხვა პროფესიის ქალებს ხალი უფრო ძლიერდება ასაკთან ერთად თუ უფრო შვიდდება უფრო აღვინებს ასაკი მართლა ასეა მე ვფიქრობ რომ ქალის აი ახლა ეს მინდა გაიგონ რომ ქალის ცხოვრება იწყება 40 წლის ასაკიდან სხვა რა საინტერესოა ეს არის ჩემი და მე ყველას ამას ვეუბნები ჩემს გარშემო ანუ მე არ დავსევდიანდე 41 წლის რო ვარ რას ამბობ გარდა იმისა რომ 41-ის ვარ და 41-ის რო ხარ ეს იგი და მე მგონია რომ მენოპაუზა კიდე მეორე თავისუფლებას და სიცოცხლეს ჩუქნის თავისუფლებას. უყურთ ეხლა უკვე არის ესე გონებით უნდა მიუდგე ჯანმრთელობა, სკრინინგი, ეს ხო იცი ყველაფერი და ჯანმრთელი ცხოვრების წესი. მაგრამ რაც შეეხება აი იმ შენ კითხვას რომ დაუბრუნდეთ რომ რას უკეთებს, ათავისუფლებს. ასაკი ათავისუფლებს. უფრო იცი რა ნებისმიერი ქალი მინახავს აი ძალიან დაკომპლექსებული ასაკთან ერთად რაღაც თავისუფლებას აღწევს ასაკი ათავისუფლებს კი ათავისუფლებს და თუ შენ კიდე სპორტული ადამიანი ხარ ჭკვიანი შენ თავზე მუშაობ მაშინ პირიქით ქალი და რაც შეეხება ეს რომ ემოციები იკლებს ემოციები არ იკლებს
გონი, შეიძლება უფრო გონიერი ხდები, უფრო იცი სად არ უნდა დაიწვა, იცი რომ იქ მიხვალ და თავქარიანობა აღარ გაქვს. სხვა თვალსაზრისით და რაღაც ისეთი კომფორტი ჩნდება, რაც მანამდე არ იყო. სულ განცდებში და ხო, მაგრამ არის რაიმე რაც ახალგაზრდობაში ძალიან მნიშვნელოვანი გეგონა და ახლა გეცინება ამაზე. ბევრი რამე რა. ფაქტიურად მთელი 80% რაზეც განვიცდიდი და ღელავდი და მოყოლილიც მაქვს სადღაც პირველად, როდესაც აი აქ რომ ნახე, აი პატარა ნაუჭები, აი აქ რო ეს ნაუჭები რომ ნახე და თავი აი ეს ნაუჭები, ეს ნაუჭები როგორ გაჩნდა ეს და მე კიდე აქაც რო გაჩნდა და აქ ხო გაჩნდა და აქ რო გაჩნდა და აქ რო გაჩნდა და ეხლა ფიქრობ რომ მაინც ცუდად არ გამოვიყურები. ამას რო ზდიო. აი ხა რო გითხრა, არ ვიცი დამიჯერებ თუ არა, აი თვალთან მომწონს ნაუჭი. აი რაღაც არ უნდა ებრძოლო ამას. მე და შენ ვართ სრულიად სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, წონით კატეგორიაში. მე ვარ შენზე რამდენით უფროსი და შენ რო ამ ნაუჭებზე ლაპარაკობ, მე აი მეცინება, იმიტომ რომ ეს ყველა ან რა დროს ნაუჭები, ან რა დროს რამაზე დაღონება. ეხლა იწყება ყველაფერი. მომახასიათა. ეხლა იწყება ყველაფერი. ეხლა კიდე ბევრ რამეს ვერ ვლაპარაკობ და ახლა იწყება თავდავიწყება. და არის რაიმე რაც პირიქით, რასაც ახლა უფრო აფასებ და მაშინ საერთოდ ვერ აფასებდი. ხო, ძირითადად ესე მოხდა, რასაც ვერ ვაფასებდი, ახლა ვაფასებ და რა ძალიან მნიშვნელოვანი ყველაფერს აპირისპირებ. კარგი. რომელ თვისებას აფასებ ადამიანში ყველაზე მეტად? ეს ბლიცია. პატიოსნებას. რომელი თვისება არ გიყვარს საკუთარ თავში? აი რაღაც ბევრ დეტალებზე რო ვიხარჯები და თავარს გამექცევა ხოლმე თავარი და რაღაც რო ვარ აი ეს. რა არის შენთვის სრული ბედნიერება? აი ბედნიერება იქნება, როდესაც ესე იგი ჩემი შინაგანი მდგომარეობა და ჩემს გარშემო მდგომარეობა იქნება სინქრონული, აი ეს ბედნიერება ყოფილა. თურმე რომელი სიტყვა აღწერს ყველაზე კარგად თავისუფლებას? თავისუფლება, თავისივე სიტყვა თავისუფლება. ეხა ზუსტად მეც მომინდა რომ ეს მეპასუხა. თავისუფლება. მე მგონი ეს სიტყვა ყველაზე კარგი. ხო, და ისეთი თვითკმარია რომ რაღა ახსნა. ყველაზე კარგად ეს სიტყვა აღწერს. როგორ ადამიანს უყურებ ახტაცებით? მიზან დასახულს, მიზნისკენ მოსიარულეს. წიგნი რომელმაც შეცვალა შენი ცხოვრება? ვაი. ეგეთი არა მაქვს. რომელმაც ერთი წიგნი. მე გონა რომ პატრიარქის შემოწმების იყოდი. არა, სხვადასხვა ეტაპზე ჩემზე ისე მოქმედებს წიგნები და ისე მიცვლის რადიკალურად ჩემ წარმოდგენებს და ისე მზრდის, რომ ერთს ვერ ვიტყვი. წიგნები. რომელ როლში იგრძენი თავი ყველაზე ახლოს საკუთარ თავთან? საკუთარ თავთან ვიგრძენი ახლოს საკუთარ თავთან? ეგეთი როლი ჯერ არ მითამაშია. ხო. და ითამაშებდი? აი ხლა ვითამაშებდი ნინოს. აი ეს კონია. არა მაქვს. არა. თუ ეგ ძალიან არა, ეგ ძალიან ხო, ძალიან თან და პერსონალური. ყველგან ხო მაინც ჩვენსაც ვდებთ. ყველგან, მაგრამ აი ჩემთან ძალიან ახლოს რო იყოს ესეთი პერსონაჟი ძალიან ის არის ალბათ რაღაც გაშიშვლება ემოცია. იცი რა ჩვენ ისედაც იმდენად ვშიშვდებით და ხო, რო აი აღარ არის საჭირო. თუ შენ ცხოვრება ფილმი იქნებოდა, რა ჟანრი იქნებოდა? ტრაგიკომედი, არა, დრამა. დრამა. ხო, რაღაცა ვიყავი ყოველ შემთხვევაში. არა, იცი როგორ არა, დრამა კომედია, ესე ვიტყოთ. იყო უფრო დრამა და ეხლა რაღაცნაირად კომედიაში გადასულ ყველაფერზე მეცინე. და ისე ხარ ესეთი რაღაცა კოთკოთა სახლში, მეგობრებში? არა. ეს სცენაზე ყველაფერი არა. რა როლი უჭირავს შენ ცხოვრებაში მეგობრებს? ისინი არიან შენი მესაიდუმლეები? რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმთავრესი მეგობრები ეს არის. შენ პროფესიის ხალხია უფრო თუ აბსოლუტურად? მე მყავს ბავშვი, ჩვენ არ ვიცნობთ, ვინც არ იგუგლება. მე მყავს ჩემი ბავშვობის მეგობრები, რომლებიც არიან როგორც ჩემი თავი, როგორც ჩემი დები
4 ვართ ესეთები და ჩემი და კიდე 2 გოგო და კიდე ცხოვრებაში შევიძინე ადამიანები, რომლებიც არიან ჩემი ძალიან ახლობელი პროფესიაში და სხვადასხვა ეტაპზე ზოგთან მაქვს ინტენსიური ურთიერთობა, ზოგთან ახლა არა მაქვს. მაგრამ ის 4 ხართ სულ ერთად. ის არის ბავშვობა, ჩემი თავი, მაგრამ ჩემი პროფესიის მსახიობები, ვთქვათ, რომლებსაც ერთად ვისწავლე, ჩემი ჯგუფელები, აი ვთქვათ, ნატო მურვანიძეს 0 კლასიდან ერთად ვარ. ნატო არის ჩემი შემდეგი სტუმარი. მართლა? კი ბატონო. ეხა ესენი თან ჩვენი ცხოვრებაც ისე აეწყო ყველაფრის გარდა, რომ ეხა ერთად ვართ ამ ბრძოლაში, თეატრში. ბოლოს როდის იგრძენი თავი ყველაზე კარგად? აი მაგას ვიტყვი, როდის აღარ ვაპირებდი თამაშს, აი მოახლეები და საერთოდ ისე გამიფუჭდა განწყობა და სურვილი თამაშის არის და მე რაღაცნაირად ისე შეიქმნა წელიწადზე მეტი არ გვეთამაშა და მე იც რა თეატრმა საჭიროებამ რომ რეპერტუარი აღმდგარიყო სამეფო თეატრში გადავწყვიტეთ რომ მაინც რაღაცა აი ამ რთულ პერიოდში მაინც ჩვენი პროფესია არ დავკარგოთ და აღვადგინოთ. დიდი პაუზა იყო. მე შინაგანად უკვე დავემშვიდობე მოახლეებს, დავემშვიდობე ამას და ძალიან ხოჭვერს მარტივად როგორც ვაკეთებ ხოლმე. ნუ ვთქვი არა და არა. და მე დავბრუნდით და რო ვითამაშე პირველი სპექტაკლი რაღაცა აი აქედან აი ესე ფიზიკურად ვიგრძენი რაღაც არა ვარ ესეთი ისინი ხო შეგიმჩნევი რომ არა ვარ ესეთი რაღაცების შემქმნელი მაგრამ აი ისეთი გრძნობა მქონდა რომ აი გულიდან აი ამ სივრციდან რაღაცა ესეთი თითქოს რაღაცა ბურთი გამოვარდა ვიგა რაღაცა განცდების ემოციების რაღაცა დარდის აი როგორც აი გამოისროლა გამოიტყორცნა რაღაცა გამოვიდა და უცებ სპექტაკლის ფინალი ვიყავი მსუბუქი ისეთი როგორც მაშინ ადამიანის ხმაში აქვს კოქტოს რომ ყვება ის ქალი ვიყავი ისეთი მსუბუქი ჰაერივითო აი ესეთი გავხდი რა აი ისე კარგად უწერია იმას და იმიტომ მე აი შენს კარგად ყვები აი ესეთი აი ეს იყო ვიფიქრე რომ ალბათ მაინც ცოტა ხანს ღირს კიდე ყოფნა ამაში, იმიტომ იყო ისეთი განთავისუფლება და ისეთი პარტნიორებთან, ისეთი სიამოვნება იყო თამაში და რაღაცა გამოვიდა, დარდი თითქოს გამოვიდა. ჩვენი პროფესია არის ჯადო. აი, ჯადო. შენს გათქმევინა ეს სიტყვები. ჯადოქრობა. ბოლოს როდის იგრძენი თავი ცუდად, თუ ძალიან პერსონალური არ არის? იცი რა, ეხლა ძალიან ბევრი ცუდად ხარ მოუყვები, როგორ გავიგე, ვიღაცის სიკვდილი, ვიღაცის ცუდი დიაგნოზი, ამას ხარ მოუყვები, მაგრამ მე მოუყვები ისი რუსული კანონის მესამე მოსმენი და როდესაც მიიღეს. იქ თურმე კომენტარი გამიკეთებია, იქ ვიდექი და იმიტომ კი რომ მე ესეთი პატრიოტი ვარ, მაგრამ მე მინდა უბრალოდ რა ვთქვა კონსერვატორიასთან ვიდექით და იქ ჩაგწერეს და რომ ჩაგწერეს მეორე დღეს მეგობრებმა დამირეკეს რამდენიმე რომ იქ გნახეთო და ისეთი სახე მქონდა დასიებული. მე არც შემიმჩნევია რატო და ეთქობა განცდა იყო იმხელა. აი ვიტყვი რომ ეს ალბათ აი რაც ხილულად რაც ჩანდა. ხო იქ მე ანდროს სასამართლოც უამრავი რამე იყო, ზემა, ტყება, როგორ არისო. ყველაფერი შეიძლება ერთმანეთზე უარის, მაგრამ აი ისე რომ ხალხმა შეამჩნია და იქ ეწერა სხვა შორის ძალიან მე კომენტარებს ვკითხულობ და იქ იყო ზოგი ლანძღავდა და 1-2 ვინც სულ არ იყო ჩემ პოზიციაზე იმან თქვა რომ რას ლანძღავთ ვერ ხედავთ ადამიანიო ჩანსო რომ ეთყობა მთელი ღამე გაათენაო ან განიცდისო ჩემივე მოწინააღმდეგე ადამიანურად წერდა და მივხვდი რომ იმის სიტყვებით მივხვდი რომ სახე მქონდა მართლა ისეთი გასიებული და რაღაცნაირად მე არ მეგონა რომ ეს მოხდებოდა მე მაინც მეგონა რომ რაღაცა იმოქმედებდა და ეს იყო ძალიან ესე ჩვენ ხო საერთოდ ვცდილობთ დავმალოთ და არ ვთქვათ და რაღაც შევიკავოთ მაინც თავი და ის ეთყობა აისახა. ოჯახი, პროფესია, მეგობრები. როგორ დააყენებთ? ოჯახი, მეგობრები, პროფესია. სიყვარული მარადიულია? მარადიული. არ ნელდება? თუ რაღაცა არა, ტრანსფორმირდება. კი არ ნელდება, ტრანსფორმირდება. და ალბათ უფრო მეტ ზრუნვის კომპონენტ შეიცავს. აი ხა არ მოუყვები ქალის და მამაკაცის სიყვარული, დედა რომელიც არის აი მუდმივი სიყვარული ჩემი და ეხლა არ არის ისე კარგად რომ
და ხო უკვე ჩვენ ურთიერთობა აღარა გვაქვს. უკვე შეუძლებელია გქონდეს ის ურთიერთობა, რომელიც გქონდა, მაგრამ სიყვარული ხარ შეიცვალა. ისე ღამის სიზმარში ვნახულობ ხშირად და ისე მინდა დალაპარაკება ისე როგორც ადრე. ხო არა, აღარა გვაქვს ისეთი მორჩა, ის ურთიერთობა უკვე აღარ არის. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მერეც გაგრძელდება. და კაცის და ქალის სიყვარული ხშირად მსმენია, რომ იფიტება, ნელდება, ქრება და შემდეგ შემოდის უფრო რაღაცა ზრუნვის, პასუხისგებლობის არ ვიცი. იცი რა, ვიკა, ეს ყველაფერი ასეა და ეს ყველაფერი ასე არ არის. და ესე ვიტყოდი, რომ თან არის და თან არ არის, იმიტომ რომ შეიძლება უფრო იშვიათად, მაგრამ იქ ხდება ისეთი რაღაცა ქიმიური პროცესები, კიდე, რომელიც არის აი მენტალური, სულისმიერი, სხვანაირი. ძალიან ეგ სინამდვილეში ძალიან ის არის ამელინოტომს აქვს ერთი არაჩვეულებრივი მოთხრობა იწყება. აი პირველი ფრაზე არის რომ ჩვენ ვართ 20 წლის და შემდეგი წინადადება არის და როდესაც ჩემი თეთრის თმეები და აღმოჩნდება რომ უკვე 60 წელი გავლილია და ისეთი შოკში ხარ. ზუსტად იგივე მდგომარეობაში რა თქმა უნდა 60 წლის მერე და შეუცვლელია ეს სიყვარული და ორივე არის აბსოლუტურად მოხუცი ჭაღარა და რაღაც სიყვარულის შენარჩუნებას ეძღვნება პატარა მცირე რომ ტანის მოთხრობაა და ეს შენარჩუნება ამ სიყვარულის ეს არის შენი გადაწყვეტილება. თორე გარემშემო ბუნება ეს ყველაფერი ერთნაირია, ის გაბერებს, ის კლავს სექსუალური ინსტინქტებს. ხო, ეს გარდაუვალი, ეს არის ის რაც არის. მაგრამ უნიკალური აქ ხარ შენ. შენ შეგიძლია შექმნა ერთი ისტორია, ისეთი რომელიც არავის არ გავს და იყოს განსხვავებული ყველასგან. მე მაინტერესებს სამი ნივთი, რომელიც მოიტანე და სამი ისტორია. მე და ჩემ გოგოს ჰქონდა ძალიან ისეთი, აი თინეიჯერი, რო იყო მძიმე ურთიერთობა. აი ძალიან ის მე ძალიან რთული იყოს უკან ვიცი, ფიქრობდი რომ ეხლა რამდენი წლის არის? 23-ის. და როდის გაიარა? ხო და აი ამის თქმა მინდა რომ ძალიან ბევრი ვიწვალეთ, რომ აი ძალიან ბევრი ვიწვალეთ და ერთხელ უკვე სადღაც რო იყო 19 წლის, 20 წლის ჩამომიტანა, აი დედა ნახეო ესო ბოლივიელი დედაშვილიო. ნახე ეს არის ბოლივიელი ქალი და პაჭარაშვილი უჭირავს. ესო აი ბოლივიელი დედაშვილიო და ეს მაჩუკა მე. და მე მივხვდი რომ ის ცუდი დამთავრდა. რომ ეს ვარ ჩვენ. ოღონდ ხან მე ვარ ეს, ხან ეს ვარ. ხან ეს ვარ, ხან ეს ვარ. ხო, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა. ხანდახან ის ხარ შენ? ხანდახან ეს ვარ. აი ეს პატარა ბავშვი რო უჭირავს, ხანდახან ეს ვარ. ეს მაჩუკა და ხან ის არის. დექსიამოვნებს იქ ის იმათყოფნა. აბარა, ზოგჯერ ესეც აუცილებელია, აბარა. და მივხვდი რომ ჩვენ შორის ეს იყო ზავის ნიშანი. ასე აღვიქვი ხა ზუსტად შეიძლება, მაგრამ სხვა დროს არ მაჩუქებდა ეს. მადლობა ამ ისტორიის გაზიარების. ჩვენთვის კიდევ ბევრი რამის გამო არის მნიშვნელოვანი. ხან შვილი ვარ, ხან დედა, ისიც ხან შვილია, ხან დედა. კიდევ და ეხლა მინდა მოუყვე ჩემ ორ მეგობარზე, ჩემ კოლეგაზე, ვინაიდან ეხლა ცხოვრების ეტაპი სულ ერთად ყვა გადაჯაჭვული ბაიაზე და ნატოზე მინდა ვთქვა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა და ეს აბსოლუტურად არ გამორიცხავს მეგობრობა სხვა ჩემ მეგობრებთან და სხვა მსახიობებთან. არა, ბაია, არა, ნატო მურვანიძეს და ბაია დვალიშვილზე. ვინაიდან ეხლა კოლეგები და თან ყველასთვის ყველა იცნობს და თან საინტერესო მოსასმენი იქნება. და ამიტომ ვამბობ რომ ეხლა თან ესეთი რაღაცა მოვიფიქრე რომ აი ეს არის ორი ნივთი ეს არის სეჩუანელი კეთილი ადამიანი ვითამაშე 93-ში და ნატო მოვიდა მომიმტანა ნუ ნატო ამის დიდოსტატი ტყავი ნახე როგორ მოიჭუჭკნა შემოგიდე ხელი აი ეს ტყავი ხო და ეს ამას ქონდა კიდე პატარა წარწერა ის არის თეატრში და ეწერა შენტე ქვია იქ სეჩუანოში ძინხვასაგან ნატო ხო თამაშობდა ცხოვრება იდიოტის და იქ იყო ძინხვა გოგონა და ძინხვასაგან და აი ეს რამდენი წელია უკვე არ ვიცი 93 წლიდან წარმოიდგინა 30 ბევრი და აი ეს არის ნატოსგან ეს შენარჩუნებული უკვე რას გავს და მეუბნება იქნება ახალი გავაკეთება
ხელოვნები არ იყოს. მაგრამ ძვირფასი მოგონება. წარმოიდგინე ამდენ თეატრში მე კიდე რუსთაველის თეატრში და რომ წამოვედი იქიდან მე ჩემდანში ჩაალაგეს პატარაში ჩამოვიდა ეხა აქ მაგ. სხვათა შორის თუ შეამჩნია რუსთაველის თეატრზე არაფერი მიკითხავს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვიცი რომ ეს ის თემა. არა, ნუ ისედაც რაღაც დავანებოთ თავი და კომფორტულად არ ვცნობ თავს. არა კომფორტულადაც არ ვცნობ, მაგრამ დავანებოთ თავი და მეორე ისტორია არის ბაიაზე 93 წელს პირველი ჩემი რუსთაველის თეატრში ეს პრემიერა რომ ბაია შემოვიდა და პატარა ცხენი მაჩუკა აი ხო არანაირად არ ვიცნობდით უბრალოდ გამიცნო და პატარა ცხენი მაჩუკა არ ვიცი სად არის და მითხრა რომ აი ეს ამ რაშივით ბედნიერი ყავ ვინაიდან ის არ მაქვს სხვა რამე უნდა მოუყვე მოახლეები ვითამაშეთ 16 წლის წინ პრემიერა იყო და ბაია მაჩუკა შისეიდოს ესეთი ტუჩსაცხი რომ და ყველა მოახლეებზე 11 წელი იმას ვისვამდი. ეხლა დამთავრდა იქ აღარ არის არაფერი და თან დავკარგე ცალკე თავსახური იყო და ცალკე ეს და შიგნით არაფერი აღარ იყო. და 2 თვის წინ თეატრში მივედი და რო დავინახე არა გადავაგდე, იმიტომ რომ თან თავსახურიც დაკარგული იყო. გადავაგდე და ერთ 10 დღეში არ მოვძებნე ეს თავსახური იმისი და მივედი და ნატო მეთქი როგორ გადავაგდე მეთქი ისე და ნატო არ გადაგიგდიაო მე მოვძებნეო ნანგავშიო და ამოვიღეო შემეცოდაო და მე როგორ მეთხარი იმიტომ რომ მე თავსახური ვიპოვე მეთქი და მე კიდე ეს გადავარჩი და მომცა შიგნით არაფერი არ არის ეხლა ეს მინდა დავახორო მაგრამ ეს არის რაღაცნაირი ბაია მაჩუკა ეს 11 წლის წინ წარმოვიდგინე და ნატომ კიდე სიცოცხლეში ნატო ესე ყველაფერს თან დაატარებს პატარა რაღაცებს და ჩემი გადაგდებული ამოიღო შეინახა და მე ცოტა ხანში თავსახურიც ვიპოვე ნატოს რა კითხვას დაუტოვებთ შემდეგი გადაცემის სტუმარია ნატოს და მე ბაიასთან დავაბარებ ნატოს ბაიასთან შემდეგი ბაია იქნება ნატოს კითხე შემდეგი რა What's next? შემდეგი რა არის? კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ნინო, ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. ჩემთვისაც. ეს ინტერვიუ, იმიტომ რომ მართლაც ბევრი რამე გავიგე საინტერესო, რისთვისაც მადლობას გიხდი და ყველა ეს ინტერვიუ, რომელიც ტოვებს სიახლეს, არის მნიშვნელოვანი და ყოველთვის მადლობელი ვარ ხოლმე ამ შესაძლებლობის და სტუმარს ვუხდი ყოველთვის მადლობას, რომ დამიტოვა რაღაცა ახალი, რაც აქამდე არ მომესმინა. მადლობა დიდი და მადლობა. მე მგონი ცხოვრებაც ასეთ სასიამოვნო ეპიზოდებისგან და სიახლეებისგან უნდა შედგებოდეს. ანუ რაღაცა ყოველთვის რაღაცა ახალი უნდა დაგვიტოვოს და მე ეს ვისწავლე. მეც ხა რაღაცებს რომ ვამბობდი, ისეთ რაღაცები მოვისმინე და ისეთ რაღაცაზე გამიმახვილე ყურადღება, რაც ადრე არ მიფიქრია და კი, აი ნამდვილად დამრჩა რაღაც სიახლის განცდა. აი ჩემ თავთანაც ხო ესეც ხო მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა. მადლობა ძალიან დიდი და ვემშვიდობებ ნინო კასრაძეს ჩემს საყვარელ მსახიობს კიდევ ერთხელ ვიტყვი აუცილებლად ამას ერთ-ერთ მსახიობს იმიტომ რომ კიდევ ორი ძვირფასი ადამიანთან ინტერვიუ მელოდება წინ რომლისთვისაც ვემზადები თქვენ რა თქმა უნდა გთხოვოთ რომ აქტიურად მოგწერეთ და გამოგყვებით ჩვენ თუ მოგწონთ რა თქმა უნდა ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ მადლობა ყურადღებისთვის